დაგლოცეთ მამაო და დავიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ჩვენი ძვირფასი მაყურებელი და მსმენელი. გაიხარეთ მამაო, ძალიან დიდი მადლობა. აუდიტორია რატომღაც ყოველთვის მიჩვეულია ჩემთან 10 საათზე ლაივებს და მაინც ვერ მიეჩვია რომ შაბათი დღე 9 საათზე ვიწყებთ ხოლმე და ეთყობა რაოდენობასაც. აუდიტორია საწყობს 10 საათზე გადავიტანოთ მაშინ. არა მე იცით რას ვთვლი ხოლმე რომ კვირა დღეს თქვენ იმაზე დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ ვიდრე ნებისმიერ სულიერ მოძღვარს წინამძღვარი ხართ აზრის და ამიტომ არ მინდა ხოლმე რომ გადაგღალოთ და ამიტომ გადმოვიტანეთ 8-ზე. საზოგადოებისთვის ყოველთვის მცალია. ჩვენ ვართ მსახურებით ეკლა და უნდა ვემსახუროთ საზოგადოებას. იმიტომ რომ ჩვენი ახალი პატრიარქი ასე ბრძანებს რომ მარტო ამბიორი და ქადაგება აღარ არის საკმარისი. ჩვენ უნდა გავიდეთ საზოგადოებაში და ყველანაირი სოციალური ქსელი უნდა იყოს დატვირთული, სადაც ღვთის დიდება და ღვთის სიტყვა უნდა ისმოდეს. ძალიან გასახარებელია მამა გიორგი ეს ყველაფერი ჩვენი პატრიარქის მოწოდება მართლაც, იმიტომ რომ ახალგაზრდები, რაზეც ჩვენ გვაქვს სწორება, არიან სოციქსელებში მეტწილად და ვინც მრევლია ის ტაძარში ისედაც მოვა თქვენს სიტყვას, ისედაც მოისმენს, თუნდაც სანუგეშო ჯგუფი იქნება, Facebook სივრცეში ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს თქვენს გვერდს და ბევრი ადამიანი უსმენს თქვენს ვიდეოებს. მაგრამ აქ არის ახალგაზრდები, რომლებიც ნელ-ნელა გვყავს სიყვარულით დასაბრუნებელი ეკლესიის წიაღში და ის კითხვები, რაც მათ გააჩნიათ, გვირჩევნიათ ბავშვებო, თუ ვინმე ხართ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, თუ ვინმეს გაქვთ თუნდაც კრიტიკული ოღონდ ეკლესიის სალანძღავი არა. კრიტიკული კითხვები თუ ვინმეს გაქვთ, რაზეც პასუხები სულიერი მოძღვრისგან გაინტერესებთ, თუ კი აქ ვერ ამოწურავთ ნებისმიერ დროს მომწერეთ და მე თავად უზრუნველყოფ რომ მარიყალაზე ჩემთან ერთად ავიდეთ მამა გიორგისთან და გავესაუბროთ მამა გიორგი ესეთი რაღაცებისთვის ყოველთვის მზად არის და არ მოგერიდოთ. არ არსებობს ცოდვა, რომელიც მამა გიორგის მოსმენილი არ ექნება აღსარებაში, არ არსებობს შეცდომა, რომელიც შესაძლოა ადამიანმა არ და ვერ ჩაიდინოს. ეშმაკი ყველას გვიტევს, გვებრძვის, თუ კი ახლოს ვცდილოთ უფალთან ყოფნას, ბრძოლაც მეტი და მეტია ხოლმე და მამა გიორგი ამას უფრო კარგად განავრცობს სულიერად, როგორ ხდება, როდესაც უფალს უახლოვდებით და ამასობაში კითხვებით წამოგვეწევა. კითხვები დაწერეთ, არ მოგერიდოთ. დიახ, ადამიანის ენაზე გასაგები რო იყოს, ჩვენ ასე ვამბობთ ხოლმე, რომ უფალი ახლოს არის, უფალი შორს არის, უფალი გაბრაზდა, უფალმა ინანა ადამიანის შექმნა, ხო? ასე წერია ბიბლიაში და ეს რო პირდაპირ გავიგოთ, გვეგონება რომ უფალიც ჩვენაირი ბუტია არსება. ასე არ უნდა გავიგოთ, რომ ვინმე ახლოს არის, ან შორს არის. ღმერთი არის აბსოლუტური სული, მთელ სამყაროს მოიცავს და თუ ჩვენ გვინდა რომ ღმერთთან ახლოს ვიყოთ, ღმერთი კი არ იყოს ჩვენთან ახლოს, ჩვენ ვიყოთ ღმერთთან ახლოს, მისი ნება უნდა აღვასრულოთ. მისი წერილი, რომელიც მან მოგწერა ჩვენ, ასე უწოდებდნენ ებრაელები ბიბლიას წერილი, ნახეთ რა საინტერესოა, ხო, წერილი, ადრე სანამ სოციალური ქსელები იქნებოდა და კონვერტებში იდებოდა წერილები და მოდიოდა მარკები ქონდა დაკრული, განსაკუთრებით თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ იყავი, ძალიან დიდი ენერგეტიკა ქონდა ამ წერილებს და რო კითხულობდი, ხან ცრემლი მოგდიოდა, დედა გიგზავნიდა მამა, ან შენ უგზავნიდი, ხო? და წარმოიდგინეთ, ჩემო ძვირფასებო, რომ ღმერთმა გამოგვიგზავნა წერილი. ხო, უამრავი წიგნია მსოფლიოში და მხოლოდ 69 წიგნს ქვია უფლის სიტყვა და წმინდა წერილი. ანუ ბიბლიის წიგნები, ძველი აღთქმის 49 და 27 ახალი აღთქმის. და ამ წერილში ყველგან წერია იესო ქრისტეს ქვეყნიერებაზე მოვლინების წინასწარმეტყველება, ადამი და ევას შეცოდება, მათი ექსორიობა 64-დან და მოლოდინი მესიის. მესია მოვიდა პირველ საუკუნეში და დაგვიტოვა ახალი აღთქმა, ანუ მოლოდინი მეორედ მოსვლის. რომ ჩვენ თუ ერთგულად ვიცხოვრებთ, თუ იმ წერილს წავიკითხავთ და შევასრულებთ, ღმერთი რო დაბრუნდება, გონიერებს ერთგულებს მარჯვნივ დააყენებს,
უგუნურებს თხებივით და აყენებს მარცხნივ. ძალიან მარტივად მინდა ვისაუბრო, ძალიან მარტივად, რომ თუ ქველმოქმედი ხარ, თუ აპურებ ადამიანს, შემოსავ, სნეულს ანუგეშებ, პატიმარს მოიკითხავ, უცხოს შეიწყნარებ და მწყურვილს წყალს, ერთ ჭიქა წყალს მაინც დაალევინებ, აღმოჩნდები მარჯვენით იესო ქრისტესი და მოისმენ სიტყვებს, რომ თქვენ ჩემთან იქნებით მარადიულად, მაგრამ ის ხალხი, ვისაც სამწუხაროდ არც წერილი აინტერესებს, არც ღმერთი აინტერესებს, არც მოყვასი აინტერესებს, არც ლოცულობს, არც მარხულობს, სიკეთეს არ აკეთებს და საერთოდ არ აინტერესებს ღმერთის არსებობა, აი ეს ადამიანები მოისმენენ ღვთისგან, იცით ვისგან, რომელიც სიყვარულია, რომ წარვედით ჩემგან მართლუკუნ მარადიულ ტანჯვაში. ვინმეს გვინდა ეს სიტყვები რომ მოვისმინოთ? არ ამგონია ხო, ასეთი უგუნური ადამიანი არსებობდეს, რომ მას უნდოდეს ღმერთის მარცხნივ რომ აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ღმერთს მარცხენა და მარჯვენა არ აქვს, მაგრამ უბრალოდ ჩვენ რომ გავიგოთ ღმერთი რა სიტყავს ჩვენგან. აი ზოგს გონია რომ მე ყველა დოგმატი არ ვიცი, მე ხო მონაზონი არა ვარ რომ სულ შავები მეცვას და ესე რაღაცნაირად აი მე ყველაფერს ვერ შევასრულებ, ძალიან რთულია სახარებაში რაც წერია და მაგას ვდლები ვერ ასრულებე და მონაზონები ვერ და მე როგორ შევასრულო ხო? როგორ ფიქრობთ, ღმერთი ისეთ რამეს დაგვავალებს, რისი შესრულება ძნელია? ჩვენ მშობლები შვილებს თეკლა შენ ანა მარიას ისეთ რამეს დაავალებ, რომ ანა მარიამ ვერ შენ ადამიანმა თუ კი იცი, შენ შვილს რა უნდა დაავალო, რომ შეასრულოს, როგორ ღმერთმა არ იცის, რა უნდა დაგვავალოს, ხო? და თან თვითონ გვეხმარება. ერთმა მამამ შვილი გაუშვა სოფელში დამოუკიდებლად, ესეთი ელექტრიჩკები რო იყო თუ გახსოვთ, ადრე მატარებელი და გაატანა წერილი. ჩასვა პირველ ვაგონში. და უთხრა მამიკო, რო გაგიჭირდება და შეგეშინდება, ამოიღეო ეს წერილი და წაიკითხეო. ნუ ეხლა ეს ბავშვი ბიჭია, წარმოიდგინე, არ იმჩნევს რომ მაინც ცოტა რაღაცა ეშინია, ჩაჯდა ამ მატარებელში და უკვე ბევრი ხალხი რო ამოვიდა და ხმაურია და უცხო ხალხი რო ბევრია, ცოტა შეწუხდა და რაღაცა შუა გზაში ამოიღო ეს კონვერტი, გახსნა და კითხულობს, მამიკო, თუ შეგეშინდება, ბოლო ვაგონში ვარ მე. გესმით? აი ასე არის ჩემო ძვირფასებო წმინდა წერილი, რომ ყველაზე ძალიან დრო გაგვიჭირდება, ყველაზე ძალიან დრო მივხვდებით, რომ მარტოები ვართ ამ სოფელში, რომ შეიძლება მაპატიეთ და მშობლემაც რომ ხანდახან არ მოგვაქციონ ყურადღება, ასე წერია, რომ დედამ რომ მეატოვოსო შვილიო, მე არ მიგატოვებთო. გესმით? ანუ ასეთი დედებიც არსებობენ სამწუხაროდ, ასეთი მამებიც, მაგრამ უფალი ამბობს, რომ მე მაინც თქვენ არ მიგატოვებთ. და წერილის კითხვა, ანუ ბიბლიის კითხვა ნიშნავს იმას, რომ უფალი მესაუბრება. ჩვენ ხო სულ ჩვენ ვესაუბრებით ღმერთს, მომეცი, მინდა, ეს მინდა, ის მინდა და არ გვაინტერესებს პასუხი ღვთისგან. ღმერთი ყოველთვის გვეუბნება, კი, შვილო, აუცილებლად მოგცე, ოღონ ჯერ არა, მოიცადე, ჯერ არა. ეხლა ვერ მოგცე ყველაფერი, რასაც ითხოვ, საერთოდ შეიძლება დაკარგო რწმენას და საერთოდ აღარ იარო ეკლესიაში, ხო? ჩვენ მშობლები ყველაფერს მაშინვე გვისრულებენ? შენ ანა მარიას ყველაფერს უსრულებ მაშინვე? არა, გონიერი მშობელი ეტყვის, ჯერ ეს შენთვის არ შეიძლება, მოიცადე, ჯერ დამჯერი, გამგონი, მორჩილი, თავდაბალი, მოსიყვარულე იყავი და თანდათანობით მე ყველაფერს შეგისრულებ. ხო ასეა? ასეა ჩვენი ღმერთიც. რომ არ არის ღმერთი ვიღაცა წვერებიანი კაცი სადღაცას გალაქტიკაში ესე ბრაზიანი გვიყურებს, აბა ვინ დასაჯოს, ვინ ჩამოახჩოს, ვის სიკვდილი, ვის ჩამოხჩობა, ხო? ასე არ არის. ღმერთი არის კეთილი, აბსოლუტური სიკეთეა ღმერთი, აბსოლუტური სიყვარულია. აბსოლუტურად უნდა მას ჩვენი ცხონება. მას მეტი არაფერი არ უნდა. ასე წერია პირდაპირ, უფლის ნება არის ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მარტო ქართველების და რუსების კი არა. უფლის ნება არის ყოველთა კაცთა ცხონება და ჭეშმარიტებასა შინა მოსვლა. მას უნდა ჩვენი ცხონება, ოღონდ ესე კი არა, რომ ჩვენ როგორც გვინდა ისე ვიცხოვროთ და ღმერთი მაინც ბოლოს ყველას გვაცხონებს, არა?
ღმერთს უნდა ყველა ჩვენთაგანის ხონება, ოღონ ჭეშმარიტებასა შინა. ანუ სახარებით ეკლესიაში ერთ სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიის წიაღში ღუდელმოქმედებითი მადლით. ღუდელმოქმედებითი მადლით წინა გადაცემაში აღნიშნე მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში, ანუ ნათლისღება, ანუ აღსარება, ანუ ზიარება და ყველა ის საიდუმლოება, რომელიც ღმერთმა დაადგინა ჩვენთვის. არ არის რთული, მთავარია უყურეთ როგორ წერია, ერთი ნაბიჯი გადმოდგი შვილო და მე ორ ნაბიჯს გადმოდგავ. გახსოვთ უძღვებიშვილი რომ დაბრუნდა, მამამ უთხრა რამე საყვედური, ეჩხუბა, კუთხეში დააყენა, არა, ხო? როგორ შეეგება ეზოში? როგორ ჩაიხუტა? სამოსელი პირველი ჩააცვა. ის სამოსელი, რომელიც სამოთხეში ეცვა, ხელზე ბეჭედი გაუკეთა, ნიშნად იმისა, რომ მონა არ ახარ შენ შვილო, შენ ხარ ძალაუფლების მქონე ხატება და მსგავსება და ფეხზე ხამლები ჩააცვა, ფეხსაცმელები, რომ შენ არ ახარ მსახური, შენ არ ახარ ვიღაცა უცხო, შენ ხარ ჩემი შვილი, ოღონდ უნდა დაბრუნდე ჩემთან, ოღონდ აღარ უნდა წახვიდე ჩემიდან, ოღონდ მომისმინე შვილო, ოღონდ დამიჯერე, რა კარგი სიტყვა რა, სკოლაში რო ბავშვს მივიყვანთ, რას ვეუბნებით? მასწავლებელს დაუჯერე შვილო, დაუჯერე. ხო? თუ გწამს და გჯერა რომ ეს მასწავლებელი კარგია, დაუჯერე, რასაც გეტყვის, ყველაფერი შეასრულე. მასწავლებელი რამეს გვეტყვის სულს? რა თქმა უნდა, არა, ხო? ძალიან კარგი სიტყვებია ნეტარი ავგუსტინეს, რომ თავარია გვიყვარდეს და რაც გინდა ის გააკეთეთო. ეხლა ზოგი ვერ გაიგებს ხო ამას? რას ქვია, თავარია მიყვარდეს და ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია? აი დოსტოევსკი სხვანაირად ამბობს, ხო? რომ თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ თუ ღმერთი არსებობს და გიყვარს ღმერთი, ცუდს არ გააკეთებ არასოდეს. რამე თუ ორი მცნება არის რჯულში, ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც. როგორი? გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი, გონებითა, გულითა და სულითა, ხო? და მოყვასი, როგორ გიყვარდესო მოყვასი? როგორც საკუთარი თავი. ზოგიერთები ამბობენ, მე ჩემი თავი არ მიყვარს. რას ლაბარაკობ? რას ქვია არ გიყვარს? ეგოისტურად კი არ უნდა გიყვარდეს შენი თავი. არამედ უნდა გიყვარდეს ღმერთში შენი თავი და იცოდე რომ შენ მონათ არ ახარ დაბადებული. შენ ეშმაკის მსახურად არ ახარ დაბადებული. შენ მიკროკოსმოსი ხარ. შენში არის სულიერი და ხორციელი სამყარო. და იცი ვის გეხარ? შემომქმნელს, ხატებისაებ და მსგავსებისაებ შექმნილი ხარ, მაგრამ ეს ბრილიანტი ნაგავში ხარ დროებით ჩაგდებული და აქედან უნდა ამოხვიდე შვილო, უნდა ამოხვიდე, გასუფთავდე, განიწმინდო და დაბრუნდე მამასთან. ივანე ოქროპირი ამბობს, რომ ნებისმიერი მონა, რომელსაცო მეფეს მიუყვანენო, ჯერ დაბანენო და მერე წარუდგენენო, ხო? თვითონაც რო არ იყოსო დაბანილიო, ჭუჭყიან მონასო არ მიუყვანენო მეფესო, ხო? მოაწესრიგებენო. ასია ნებისმიერი ადამიანი, როგორც კი ადამიანი მოიწადინებს, სულ ორი სიტყვა საკმარისია, უფალო, შემიწყალე რა. უფალო, ცოდვილი ვარ. ავაზაკმა რა უთხრა? რა უთხრა ავაზაკმა ქრისტეს? მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენთა და რა მიიღო პასუხი? რომ მერე არა, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში. ნახეთ, ჩვენ ხო გვეჩქარება, ამიტომაც ღმერთი გეუბნება, დღესვე იქნები შენ ჩემთან. ოღონდ ითხოვე ჩემო კარგო, ოღონდ დამდაბდი და აგამაღლებ, ხო? ოღონდ რაღაცა რამოდენიმე წუთი დამითმე რა. ხო კარგია რომ გიყვარს ფეხბურთი და უყურე და დაგიცდი ფეხბურთი რომ მორჩება, მერე მესაუბრე, არ არის პრობლემა. ეხლა ცოტა გაგამხიარულებთო დაძაბული არ იყო ჩვენი მაყურებელი. როგორც ეხლა არის სოფლიო ჩემპიონატი, რა თქმა უნდა ეს იუმორია, შეიძლება მართლა იყო, არ ვიცი, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ნუ მოკლედ ერთი ახალგაზრდა მოემზადება, იყო ლოცვაზე და უნდა რომ კვირას მიიღოს ზიარება და მოძღვარმა უთხრა, აბა შვილო, ეხლა წაიკითხე ზიარების ლოცვები და ხვალ მოდი და გაზიარებო. ურეკავს საღამოთი ეს ახალგაზრდა რომ მამა ძალიან მაგარი ფეხბურთია რა და დრო არ ამაქო ლოცვები წავიკითხო და რა გავაკეთო? მითხარიო, რომელ არხზეაო ფეხბურთიო?
და ლოცვებსო მორბენარ სტრიქონში გამოუშვებო. აი ხო არის ამაში სიბრძნე ხო? ოღონდ შვილო, აი ოღონდ შენ ზიარება მიიღე. ახლა გეხვეწება მოძღვარ. გეხვეწება ღმერთი რომ ოღონდ ერთი სიტყვა თქვი, ერთი ნაბიჯი გადმოდგი, რომ დამთავრდება ფეხბურთი, ტელევიზორს რომ გამორთავ, ყველას რომ მოიკითხავ და უკვე რომ მიიხედები და მოიხედები და მარტო რომ დარჩები, აიხედე მაღლა და უთხარი უფალო აქა ვარ, შემიწყალე, მაქვს დრო შენთვის და ვიცი რომ ჯიუტი ვარ, ვიცი რომ თავხედი ვარ, ვიცი რომ ცოდვილი ვარ, მაგრამ შენ ხო სიკეთე ხარ, შენ ხომ ჩემი მოსიყვარულე მამა ხარ, შენ ხომ გამაჩინე მე ნეტარებისთვის, ახალგაზრდებო განსაკუთრებით და არა მარტო ახალგაზრდებო, ადამიანი არის ბედნიერებისთვის გაჩენილი. ბედნიერებისთვის და არა უბედურებისთვის. ოღონდ ეს არჩევანი მან უნდა გააკეთოს. ხო ეხლა სტუდენტები რომ მიდიან, აბიტურიენტები რომ მიდიან გამოცდებზე, ხო იქ გამომცდელი ეკითხებათ, ხო? აბა შვილო, აბა ეს რამდენი ხანი გრძელდება? სულ რაღაც 4 გამოცდაა, ხო? ნუ ალბათ 3 საათი არა? და მთელი ცხოვრება ჩვენი არის გამოცდები. ყოველდღე წინ გვიდევს განსაცდელი, ყოველდღე წინ გვიდევს არჩევანი. გამოხვედი და აქეთ ეშმაკი გთავაზობს, რაღაც ისულელეებს და სინდისი კარნახობს. არ თქვა ეგ, იქ არ წახვედე, იმას ასე არ შეხედო, არ შეაგინო, მიუტევე. აუ ის რო ასეთია შენ, ნუ განეკითხავ რა. არ თქვა არაფერი ცუდი, ხვალ შენ დაგემართება იგივე. მთელი დღე გამოცდებს ვაბარებთ. და ბოლოს სახლში მოვდივართ, დაღლი დაქანცული, დამარცხებული, იმიტომ რომ მაინც განკითხვაში ჩავარდით, მაინც ვიამპარტავნე, მაინც გავბრაზდი, მაინც მოვიტყუე, მაინც ვიზარმაცე, მაგრამ აქაც ღმერთი გელოდება ხატებთან და გეუბნება რომ სანამ წამოგორდები მდივანზე, მოდი შილო ხატებთან, ცოტა ხანი ვერტიკალურ მდგომარეობაში, თქვი მცირე აღსარება, თქვი რომ ვერ გიერდგულე ღმერთო დღესაც შემეშალა, ოღონდ არ გადააბრალო არავის. აუ იმის ბრალია, მე რო გავედი, აი ზურამ დამირეკა, აი ნინომ დამირეკა, აქ წამიყვანეს, იქ წამომიყვანეს, ასე იყო ის, არ გვინდათ რა, თავის მართლება ღმერთს არ მოწონს. თქვი რომ სუსტი უნებისყოფო ადამიანი ხარ, მაგრამ თუ ღმერთო ჩემთან იქნები, მე ყველაფერს გავაკეთებ. ერთგული შვილი ვიქნები, როგორც შენ ხარ ერთგული მამა. ძალიან მარტივად საუბრობ, ხო? აი ეს ყველაფერი ნუ თუ შეუძლებელია. არ გვინდა რომ ჩვენი მშობლები გავახაროთ, არ გვინდა რომ აი მართლა ღმერთმა არ ინანოს ჩვენი შექმნა. ღმერთი არასდროს არ ინანებს ჩვენ შექმნას, მაგრამ ჩვენ რომ მივხვდეთ, როგორი გულსატკენია, რომ აი შენ თქვა აი შენ დედა ხარ თეკლა და მიხვდები, ხო? როგორც კი სკოლაში გეტყვიან შენ შვილზე რომ ზარმაცია, ხო? ან რაღაც ან მეზობლები გეტყვიან რა არის მისალმება არის ის შენმა შვილმა, ხო? ან ძალიან უხეშია რა დღეში ჩავარდები, ხო? აი როგორც ცივი წყალი რო გადაგასხან, ხო ასეა რა? შემოვა შენი შვილი და მოკლედ ესე შეჭუხნული შუბლით, დედა რა ხდება, რა არის ეს, როგორ შეიძლება შვილო, ესე აღარ გააკეთო, არა დედა, ჯერ თვილად ეთყვი, ხო? თუ კიდე გითხრეს, ცოტა მერეც და მოკაჩავ ყურს, ხო? თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ შვილს არ უნდა გაუბრაზდეთ. როგორ ბოსტანი არ გაუმარგლოთ? ბოსტანი თუ არ გამარგლეთ, იქ რამდენი სარეველა ამოვა მერე კარგ კულტურებთან ერთად, ხო? იპოვნით მერე კიტს და პომიდორს იმ ბალახებში, ვერ იპოვნით, ხო? ამიტომ საჭიროა ხანდახან სიმკაცრე, ოღონდ არა შეურაცხყოფა. ეს გვეშლება, ხო ადრე ცოტა ჩვენი დედები ცოტა მკაცრები იყვნენ და კარგების იმიტომ გამოვედი ჩვენ, ძალიან მკაცრები იყვნენ ჩვენი მშობლები და თანამედროვე დედიკოები და მამეკოები ცოტა უფრო ლმობიერები ხართ, ხო? და ღმერთი თქვენ წარმოვიდგენთ, ყველაზე ლმობიერია, ყველაზე კეთილია, ყველაზე მოსიყვარულია, მაგრამ რო დაინახა რომ ხრამისკენ მიდიხარ, ზიხარ ნავში და ნიშნებს უსვავ და უკვე ჩანჩქერის ხმა ისმის, რომ სადღაცას უკვე უნდა შენი ნავი გადაეშვას და დაბლა გელოდება პირდაღებული ურჩხული და უკვე იმის პირში უნდა აღმოჩნდეს და ღმერთი ყველაფერს გააკეთებს, რომ შემმა ნავმა მიმართულება შეიცვალოს და არ გადავარდეს.
ძალიან საინტერესოა, ასეთი იგავია, მე მგონი, არ ვიცი წინა გადაცემაში თქვი თუ არა. სიბძნე ბალავარისი. ძალიან საინტერესოა, აი წარმოიდგინეთ. გიორგისთან გქონდა ეგ გადაცემაში და მე მოგისაუბრიათ და თქვით და ამასაც აი სიბძნე ბალავარისი ძალიან საინტერესოა. კაცს გამოეკიდება გაბრაზებული სპილო. წარმოიდგინეთ, რომ სპილო რო ყვირის და მოგდევს რომ უნდა გადაგთელოს და უცბად კლდის პირზე ნახავს ხეს, აზრება ამ ხეზე, მოკალათდება ეს სპილო მოგეხსენება ხეზე ვერ ადის და მიიხედება, მოიხედება, ნახავს რომ თაფლია ამ ხეზე. წარმოიდგინეთ და დაიწყებს ამ თაფლის ჭამას. დაბლა დაიხედება ორი ვირთხა ძირს უთხრის ამ ხეს. და გადაიხედება ხრამში და დაბლა ის გველეშაპი პირდაღებული ელოდება. ეს არის ჩვენი ცხოვრება. სიკვდილი არის გამძვინვარებული სპილო, რომელიც ფეხ დაყვება ჩვენ ყველგან, ხო? ხე არის ჩვენი სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა გარკვეული პერიოდი. მაგრამ ამ ცხოვრებაში არის თაფლი, ეს გართობა, რაღაცები და ისევად გართული აი ამ თაფლის ჭამით რომ დაგვავიწყდა დაბლა ჩვენ სიცოცხლეს დღე და ღამე შავი და თეთრი ვირთხა უთხრის ძირს და როცა იქნება ეს ხე წაიქცევა და დაბლა გველოდება გველეშაპი რომელიც ხახაშიც აღმოჩნდება. აი ამიტომ ჩვენ ყოველთვის შეგახსენებთ ჩემო კარგებო რომ ნუ გავერთობით ძალიან, ნუ დაგვავიწყდება იმ კატასავით, რომელიც პროვინციიდან ლონდონში ჩავიდა დედოფლის სანახავად, მაგრამ წურწუნა დაინახა და იმ წურწუნის დევნაში დაავიწყდა, რატო იყო ჩასული ლონდონში. და ის პერიოდი, რაც უნდა გაეტარებინა დედოფალთან ვიზიტში, გაატარა წურწუნის დევნაში. ვერ წურწუნა დაიჭირა და ვერ დედოფალთან ვერ მივიდა და ვერ ნახა, ხო? აი ასე ვარ ჩვენს, აი ამ წურწუნის დევნაში. არ ვფიქრობ რომ მე ვიძახი რომ ყველაფერი გამორთეთ და აღარც ტელევიზორს აღარ უყუროთ და სოციალურ ქსელში არ შეხვიდეთ. არა. ძალიან კარგი გადაცემებია საპატრიარქოს არხზე. აი იგივე ჩვენი გიორგი დარასელიას ძალიან საინტერესო გადაცემები აქვს, ხო? იგივე თქვენ თეკლა ძალიან ბევრი ყავს კარგი ჟურნალისტი და ბევრი საინტერესო რამ ხდება ამ ცნობის ყუთში, ხო? და რა ვიცი ახლა არჩევანი ჩვენზეა ხო პულტი ჩვენ გვიჭირავს და ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ რამე შემეცნებითი, რამე საინტერესო, რამე კარგი მუსიკა, რამე კარგი გადაცემა, თუ რაღაცა ხოცვა, ჟლეტვა, ჩხუბი, ბილსიტყვაობა, დებატები რაღაც პოლიტიკური და რა ვიცი რომ გამორთავ მერე თავი გტკივა და ვაიმე ეს რას უყურე და მთელი ღამე შეიძლება არც დაგეძინოს, ხო? ასე რომ ადამიანი არის გონიერი არსება და ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ღმერთო რატომ მომავლინე ამ ქვეყანაზე მე არ ვგევარ ძაღლს მე არ ვგევარ ჟირაფს მე არ ვგევარ ლომს რაღაც სხვანაირი ვარ ვერტიკალური არსება ვარ თავისუფალი არსება ვარ ჰომო საპიენი ვარ მოაზროვნე ვარ და ნუ თუ მარტო იმიტომ შემქმენი რომ 80 და 90 წელი ვიცოცხლო მეტი არა აქ მთავრდება ყველაფერი ნუ თუ ღმერთო ნუ თუ მე ვერ ვნახავ იმ სამყოფელს სადაც შენი მყოფები ნუ თუ 64 მარტო წიგნებში უნდა ვნახო ილუსტრაციებით და რაღაც დოკუმენტალურ ფილმებში თუ მართლა არსებობს 64 მაღლა არსებობს თუ დაბლა არსებობს მერე ვიქნები ბედნიერი თუ ეხლავე უნდა ვიყო ბედნიერი რა მერე იქნები? ეხლა თუ არ იქნები ბედნიერი, მერე როგორ იქნები? აქ თუ 64-ში არ ახარ და შენში სასუფეველი არ არის, მერე როგორ მოხდები სასუფეველში? წმინდა მამები ამბობენ, რომ სასუფეველი ეს არის დაუსრულებელი მუდმივი ლიტურგია. ანუ წირვა ლოცვა, სადაც ღმერთი იდიდება, ერთმანეთი უყვართ ადამიანებს, ხო? იქ არავინ არავის არ უნდა განიკითხავდეს, არ უნდა ყვიროდეს, არ უნდა ჩხუბობდეს. ღვთის სიტყვას ისმენენ, სახარებას ისმენენ, ეზიარებიან, იწმინდებიან და იქიდან წასვლა არ უნდათ. და ეს ყველაფერი მარადიულ რეჟიმში გაგრძელდება სასუფეველში. და თუ შენ დედამიწაზე არიცი წირვა რა არის, ლოცვა რა არის, მარხვა რა არის, აღსარება რა არის, რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება,
რა არის ნათელი, რა არის ბნელი, ვინ არის ღმერთი და ვინ არის ეშმაკი, ეგ თუ არ იცი, მე ამას ვინ გასწავლის, ხო? საგზური აქავე ხდება, აქავე უნდა ავიღოთ და რას ამბობს მაცხოვარი, სასუფეველი ცათა შორის თქვენსა არს. ანუ სასუფეველი, უფლის უფევა ჩვენს გულში უნდა იყოს. ბევრი ხوار ვისაუბრე, შემოვიდა შეკითხვა? მამა მიეჩვია მე მგონი მაყურებელი, რადგან ხშირად გავაჟღერეთ, რომ მათ კითხვებზე ვარ დამოკიდებული და ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა. და ერთ-ერთი იყო ესეთი მნიშვნელოვანი, რაც მომხდა გულზე, ალბათ აწუხებს ამ ადამიანს ეს საკითხი და ამიტომ დაწერა, ესეთი სიყვარულით დაწერა და უკითხა. სიზმრები მაწუხებს ხოლმე, სადაც ტაძრებს, წმინდანებს ვხედავო და თან დიდი ხანია არ ვზიარებულ ვარო, ტაძარშიც ნაკლებად დავდივარო და რას უნდა ნიშნავდეს და როგორ მოვიქცევ და რა რჩევა შეგიძლიათ, როგორც შეიძლება ამ ფორმატში, რომ რამოდენიმე სიტყვა შევაწიოთ ამ ადამიანს და მე კიდევ არის ბევრი კითხვა. პირველ რიგში მოიძიოს იოანეს სინელის კიბის აღწერა და თავი სიზმრებისათვის. სპეციალური თავი არსებობს სიზმრებისათვის. ძალიან გარკვევით, კაფიოთ არის ახსნილი რა არის სიზმარი. მე კი როგორც მოძღვარი ურჩევ ამ ადამიანს, რომ შვიდათ რო ვიყოთ, არ ვენდოთ სიზმარს. რატო? მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდა. თუ ჩვენ განწმენდილები ვართ უკვე და 24 საათი ლოცვაში, მარხვაში, ღვთისმეტყველებაში ვატარებთ, მაშინ ვენდოთ სიზმარს, მაგრამ ასეთი არის ვინმე? არა ხო? ასეთი ადამიანი არ აქვს. ამიტომ ჩვენი სიზმარი ძირითადად გამომდინარეობს ფსიქოლოგიური მომენტებიდან ან ბოროტის კარნახით. ერთიც საცდურია და მეორეც. ამიტომ უნდაბლობას უცხადებთ ჩვენ თავს, ჩვენს დაცემულ, დაზიანებულ ხიბლის მიერ ბუნებას და ამიტომ არ ვენდობი სიზმარს. ვნახე კარგი სიზმარი, ვიტყვი დიდება ღმერთო, მადლობა. კიდევ კარგი სიზმარი ვნახე. და როგორ გავარჩიოთ აბა კარგი სიზმარი და ცუდი სიზმარი? ზოგი ფიქრობს ახლა მე თეთრ ჭაღარიანი, წვერიანი ბაბუა გამომეცხადა და ალბათ ეგ ღმერთია. რომ არ იყოს ღმერთი და ეშმაკი იყოს, მე სად მივდივართ? თუ სახარებიდან გვესაუბრება და გეუბნება რომ შვილო დიდი ხანია შენ ახსარებაზე არ ყოფილხარ, წადი ახსარებაზე შენ მამაოს, თუ შენი მამაო გეცხადება, ესე იგი კარგი სიზმარია. როდის გეცხადება შენი მამაო? როცა დიდი ხანია არ ყოფილხარ. ხო? წადი ეკლესიაში, რა პრობლემაა, მაგრამ თუ სიზმარში ნახე რომ შენ უკვე 60-ში ხარ, შენ უკვე მარხვა აღარ გინდა, შენ უკვე ღვთისმსულიერი, კეთილი, გონიერი გახდი, გაჩერდი მაშინვე, ეს არის უკვე არის ბოროტისგან. კარგი სიზმარი ყოველთვის შეგაშფოთებს, შეგანჯღრებს და მიგითითებს რომ შვილო შენი ცხოვრება მე არ მომწონს, სასწრაფოდ მიაშურე ეკლესიას, კვირას კი ნუ დაელოდები, ხვალვე წადი ნებისმიერ ტაძარში, ან თუ შენი მოძღვარი ყავს და უთხარი მამაო, ცუდად ვიქცევი და სიზმარში უკვე ვეღარ მოვისვენე, ცუდი სიზმრები ვნახე და სასწრაფოდ მოისმინე ჩემი აღსარება, მამაო მოისმენს, დაგლოცავთ და უახლოეს ხანში გაზიარებთ. არ ვენდოთ. ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და პირველ რიგში როგორც კი გაგეღვიძება, დაიწყეთ ლოცვა. დაიწყეთ მაშინვე დილის ლოცვების წაკითხვა. თუ ის სიზმრები იყო ღვთისგან, ისევ განმეორდება, მაგრამ თუ არ იყო ღვთისგან და ფსიქიური რაღაც გარკვეული აშლილობის გამო იყო, ან გადაღლის გამო იყო, ან ბოროტის ჩაწვეთებული იყო, მაშინვე დაგანებებს ის სიზმარი მერე თავს. მოკლედ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ აზრებთან, ჩვენ ფიქრებთან, ჩვენ ხილვებთან. რატო? იმიტომ რომ საცდური ძალიან დიდია. ჩვენი ეგო ყოველთვის ჩვენ გვამხნევებს, შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ, შენ ყველაზე გონიერი ხარ, იმას არ მოусმინო, მამაოს არ მოусმინო, რაღა დროს შენი დედა და მამა და ის ფიქრები, აზრები, რითაც ეშმაკი შემოდის, აი ესე მოხიბლულები დავდივართ მერე და გონია რომ ძალიან ჭკვიანები ვართ, ძალიან გონიერები ვართ, ძალიან განათლებულები ვართ და როდის უნდა მივხვდეთ, როდესაც ჩვენ სულიერად დავზეანდით, როდესაც შენ სულიერი დარიგება აღარ გჭირდება და
და იძახე მე მოძღვარი არ მჭირდება მე უკვე საკმაოდ განათლებული ვარ სულიერი მრჩეველი რომ აღარ გჭირდება სულიერად უკვე დაზიანებული ხარ შენ და მოკურცხლეთ მაშინვე მოძღვართან მაშინვე მიდით მოძღვართან ხო ზოგი იტყვის რომ არა კაცო იცი ჩემი მოძღვარი არ არის განათლებული მე უფრო მეტი გავიგე მე მეტი წავიკითხე მე მეტი ვიცი როგორ შეიძლება მოწაფე მასწავლებელზე მეტი იცოდეს თუ მეტი ისწავლა ძალიან კარგი მაგრამ მოდი მაინც ჯობია რომ მივიდეთ მოძღვართან და მოძღვარი გვეტყვის რა უნდა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ მოკლედ პასუხი არის ასეთი რომ არ ვენდოთ ჩვენ სიზმრებს მამა გიორგი, ესეთი კითხვა არის, თუ შეუძლია მამა გიორგიმ გვირჩიოს სასულიერო და მხატვრული ლიტერატურა, სულიერების ამაღლების კუთხით ალბათ საკითხავი და აქვე ამ კითხვაშივე ჯდება ძალიან კარგად მე ვთვლი და ერთდროულად უპასუხებთ ალბათ, იმიტომ რომ ცელი პასუხები იცით ხოლმე და რო არ გამოვრჩეს ვინმე. სად არის ნუგეშის ჯგუფი არაერთხელ რომ ვაჟღერებთ მეც მინდა რომ დამატებული ვიყო შეკითხვა მამა გიორგის გაუჟღერეთო და იმდენად უნდა ადამიანს რომ ეს კითხვა გავაჟღერო 15 ჯერ დაწერა ერთი და იგივე მოდი ჯერ პირველ რიგში პასუხი გავცეთ რადგანაც ძალიან უნდა რომ გაიგოს მე მომწერო სამ ადამიანმა პირადში დეკანოზე გიორგი თეოდორაშვილი გავესაუბრები მცირე გამოცდებს ჩაუტარებთ და მე თუ დააკმაყოფილებს აუცილებლად მივიღებთ ნუგეშის ერთობაში ეს პირველი და ეხლა მეორე ხო ქრისტიანობა არის წიგნიერი რელიგია წარმოიდგინეთ გამოცხადებითი რელიგია ეს რას ნიშნავს რომ ღმერთი გამოგვეცხადა ღმერთი შენნაირი გახდა გამოგეცხადა და რო წავიდა და ამაღლა დაგიტოვა წერილი ბიბლია ანუ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიკითხოთ ბიბლია ოღონდ მარტო ბიბლია რა განმარტებებით კვირის პალიტრამ გამოსცა 24 ტომი ავიღოთ და დავიწყოთ კითხვა მუხლი განმარტება და ყველაზე აი ჩვილებისთვის არის გადასარევი და კარგი ამბა დოროთეს სწავლანი ჩაიწერეთ რა ამბა დოროთეს სწავლანი თავებად არის აი ძალიან თავდაბლობა სიამაყე ყველაფერი არის განმარტებული და მარკოს განშორებულის თავები მარკოს განშორებული ამბა დოროთე მარკოს განშორებული ძალიან საინტერესოა ეს არის პირველი კლასი და რა თქმა უნდა ბიბლია კომენტარებით ბიბლიას რომ კომენტარების გარეშე კითხულობენ კი ხედავთ რა დღეშია მე ხალხი ხო ყველა რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია იმდენი მე ასე მესმის მე ისე მესმის და არის მე ხედავთ ჩხუბი გამოწევა ახალ სახარებას წერენ ახალი შეხედულებები აქვთ სხონებაზე ახალი და თქვენ რომ კარგად იცოდეთ ახალი ამ ქვეყანაში ქვეყანაზე არაფერი არ ხდება გარდა იმისა რომ ქრისტე მოვიდა ამ ქვეყანაზე და ველოდებით კიდევ მის მეორედ მობრძანებას და დანარჩენი ხა ტექნოლოგიებში თუ iPhone-ი გამოვა ახალი და S27 გამოვა და S26 ეგ დიდი ბედენა არ არის ჩემო კარგები ისიც მალევე მოგწყინდებათ როგორც წინა მოდელები მოგწყინდათ ნებისმიერი ტექნოლოგია ნებისმიერი მატერიალური ნივთი ნაკიდი არა გაქვთ რომ 2 საათში 3 საათში გწყინდება და ფიქრობ აუ ის ფერი ხო არ მეყიდა ის მოდელი ხო არ მეყიდა აი მაშინვე აქცინის ეშმაკი და ღმერთი გამხევს რომ შვილო კარგია სვიდობაში მოიხმარე მაგრამ რაც მარადიული ფასეულობა ის შეიძინე პირველ რიგში ხო რომ აი ყველაფერს რო გაყიდისო იგავირო ახლა თქმაში და აი იმას შეიძენს რაც მთავარია თუმცა ჩვენ არა ვართ ახლა წინააღმდეგი რომ ადამიანი ნორმალური მანქანით დადიოდეს ნორმალურ სახლში ცხოვრობდეს რა თქმა უნდა არ არის პრობლემა არანაირი პრობლემა არ არის მაგრამ უყურეთ პრობლემა ისიც რა არის როცა ჩვენ სასუფეველზე მაღლა ვაყენებთ სხვა რამეს პრობლემა ხდება ეს მაცხოვარი მათესახარებაში ბრძანებს უპირველეს ყოვლისა ეძებეთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი ანუ ჭეშმარიტი ამხსარებლობა და დანარჩენი სახლი, მანქანა, ოჯახი, მეუღლე და ასე შემდეგ ნივთიერი რაღაც გარკვეული აუცილებლობები ვიცი რომ გჭირდება ჩვილო ვიცი და აუცილებლად მოგცემთ მაგრამ თუ შენ სახარებას წაიკითხავ და პირდაპირ გაიგებ რომ რასაც ითხოვ ჩემი სახელით მიიღებ მაშინვე რომ მანქანას ითხოვ და მაშინვე რომ რაღაცა ხელფასის მომატებას ან ახალ სამსახურს ითხოვ ღმერთს გაეცინება და გეტყვის
შვილო მე ჯერ სხვა რამე უნდა ითხოვო ჯერ მთავარი მარადიული უნდა ითხოვო და ეგ ვიცი რომ გინდა კაცო ეგ ვიცი რომ გინდა მთავარი მაგრამ მთავარი თუ არ გინდა და ღმერთი არ დგას პირველ ადგილზე მაშინ ყველაფერი არის არეული დარეული გეჩვენება გელანდება რაღაც კოშმარებს ნახულობ ღამე მოკლედ ანუ ნების რაღაც გამოვლინებები და უაზროდ იტანჯება ადამიანი ერთობა მაინც იტანჯება ხალხი უამრავი ახვევია მაგრამ მაინც მარტო გზნობს თავს არ გინახავთ ადამიანები რომ ყოველ დღე ძალიან სოციალურები არიან ძალიან ბევრი დაქალები ყავთ ძალიან ბევრი ძმაკაცები ყავთ მაგრამ მაინც მარტოები არიან ხო რატო არიან მარტოები იმიტომ რომ ღმერთთან არ არიან იმიტომ რომ არაბუნებრივ მდგომარეობაში არიან ღმერთმა რომ წყალი და ოკეანები შექმნა რა თქვა აღმოაცენოსო თევზები და იფუთპუტონო თევზებმაო წყალში ხო და რა თქვა გახსოვს თეკლა მიწაზე რომ მიწამ აღმოაცენოს ბალახიო თევზს რო ამოიყვან წყლიდან რა დაემართება რამდენი ხანი გაჩერდება თევზი წყლის გარეშე იფართხალებს და მერე პირს დააღებს და გადმოატრიალებს თვალებს ხო ბალახს ან ყვავილს რომ მოგლეჯავთ მიწიდან რა იმართება მაშინვე ჭკნება ხო მაშინვე ხმება და ადამიანი რო ღმერთს მოშორდება რა დაემართება ადამიანის გარეგნობას ინარჩუნებს მაგრამ თვალები აქვს ჩამქრალი გაბოროტებული განრისხებული შურს ყვირის ამას უნდა კონდეს და მე არ უნდა მქონდეს ამას ასეთი ლამაზი ცოლი უნდა ყავდეს და მე საერთოდ არ უნდა მყავდეს იმას ამდენი შვილი უნდა ყავდეს და მე არა ის ამ მანქანით უნდა დადიოდეს და მე არა არის გაბოროტებული არის დაბოღმილი არის შურიანი მერე პოლიტიკაში შეიძლება წავიდეს და გონია რომ თავრობას რო შეცვლის მერე რამე უკეთესი იქნება და ასე შემდეგ ეს ხალხი ვერ ხვდება რომ სანამ ჩვენ არ შევიცვლებით და ჩვენ უკეთესები არ გავხდებით და უკეთეს შვილებს არ გავზრდით ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება საიდან უნდა მოვიდნენ ნიჭიერი განათლებული მორწმუნე ადამიანები მთავრობაში ოჯახებიდან ხო და ოჯახებში რა ხდება აბა გადახედეთ აი ნებისმიერ ოჯახში შედი და რა ხდება იკითხება სახარება რაღაც არ ამგონია ხო აქა-იქაში ლოცულობენ ხატები აქვთ ხატები გიყვარდეს ყველანაირი ხატები აქვთ მაგრამ ვინ მიდის ხატებთან ნუ ხანდახან მტვერი რო გადაწმინდონ ხო ბიბლია და ვეფხისტყაოსანი ხო ყველა ოჯახშია კითხულობს ვინმე ვეფხისტყაოსანს ან ბიბლიას მაგრამ იციან რომ შიგ კარგი რაღაცეები წერია ხო რო თქვა ახლა ვეფხისტყაო აგორა რაღაც ვეფხისტყაოსანს ყველა ეგზემპლი არის ყველა ეგზემპლი არის ბიბლია რამოდენიმე ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად, ქართულად, მაგრამ გადაშლა ეზარებათ. იმიტომ რომ ერთხელო გადაშალა ვერ გაიგო ვერაფერი. და ამიტომ არის საჭირო კომენტარები, ამიტომ არის ასეთი გადაცემები, როგორც თეკლას აქვს, რომ ეხლა ამ გადაცემის მერე რომ ვიღაცა დაინტერესდეს და მაშინვე ამბა დოროთე მოძებნოს მარკოს განშორებული, მოძებნოს ბიბლია კომენტარებით და დაიწყოს კითხვა. დასაბამად ქმნა ღმერთმა ცაიდა ქვეყანა. ვა, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა ჯერ უხილავი სამყარო ანგელოზები შექმნა და მერე ადამიანები. ეგ როგორ უნდა გავიგოთ? აი ესე უნდა გაიგო, რომ ანგელოზი არის მარტო სული სხეულის გარეშე და ღვთის ნებას აღასრულებს, ისიც მოაზროვნე თავისუფალი არსებაა, მაგრამ სამწუხაროდ ნაწილი ანგელოზებისა დაეცა, ანუ თავისუფალი ნება უგუნურად გამოიყენა და აი მერე ღმერთმა შექმნა ადამიანი, ადამი და ევა და მათაც სამწუხაროდ ცუდად გამოიყენეს თავისუფალი ნება. და მე რა უნდა გავაკეთო? მე უნდა მივხვდე იმას, რომ თავისუფალი მოაზროვნე არსება ვარ და თავისუფალი ნება უნდა გამოვიყენო გონივრულად. რადგანაც მე გონიერი ვერტიკალური არსება ვარ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ აღარ მინდა ეს ძველი ცხოვრება, აღარ მინდა ეს სასმელი, ეს ჭუბი, ეს განკითხვა, ეს ყვირილი, ეს ბილსიტყვაობა, სიზარმაცე და შევცვლი ცხოვრების წესს. როგორ? მივალ ეკლესიაში, შევარჩევ მოძღვარს, რომელიც მე მომეწონება, ვეტყვი რომ ცუდი ბიჭი და ცუდი გოგო ვიყავი. ახლა არ ჩავიკრიტიკება მოძღვარი, აბა დაჯექი და მომიყევი და აბა ეს როგორ იყო და ის როგორ იყო. არა, კონკრეტულად ჩვილო, აი მწოდებს აღიარებ, ხო? ეს წოდები ჩადენილი გაქვს, ხო?
კი, ხო და გაპატიო შვილო ღმერთმა და მოდი ვიმეგობროთ მე და შენ, რომ მომავალში იგივე ცოდვებში აღარ ჩავარდე. და ზოგს გონია ეხლა მოძღვართა რომ მივალ, მოძღვარი შულს შეიკრავს და მიყვირებს. აუ შენ ვინ ყოფილ ხარ შვილო და აქ რატო გახატია რაღაცეები და აუ შენ ჯოჯოხეთში მოხვდები და ასე შემდეგ. არა, არც ერთი მოძღვარი არ გეჩხუბება, ჩემო კარგებო. არ გამოგაგდებენ ტაძრიდან, ნუ გეშინიათ. ყველგან ჩაგიხუტებენ გულში და გეტყვიან შვილო, მოდი, დაგვიჯერე, მოდი ჯერ რაც გევალება, ის ისწავლე და მე მიხვდები რა აღარ უნდა გააკეთო. ხო? აკრძალვები არ არის ეკლესიაში. ეკლესიაში გეუბნებიან გიყვარდეს, დაიმდაბლე, დაეხმარე, ილოცე, სიკეთე გააკეთე. სხვაზე არა თქვა ისეთი რამე, რაც შენზე არ გინდა რომ თქვან. ხო? ანუ შენ აკეთებ არჩევანს, შენ აბარებ გამოცდას და გეუბნება მოძღვარი, აბა რომელი გირჩევნია შვილო, გიყვარდეს თუ გძულდეს? რა თქმა უნდა მიყვარდეს. აპატიო თუ ბოღმა ატარო გულში. დაფიქრდები ხო როგორ ვაპატიო, იმან ხო ეს გამიკეთა, ის გამიკეთა. კაი, ნუ ვაპატიებ, მაგრამ გინდა რომ ის ადამიანი შენთან ცხოვრობდეს სახლში, გულში, თავში, გაიღვიძებ თვალწინ გიდგას, დაიძინებ თვალწინ გიდგას, გინდა შენთან იყოს ეს ადამიანი? არა, მაშინ აპატიე და გაუშვი შენი ცხოვრებიდან, ხო? მიუტევე. რატო? იმიტომ რომ შენ ცოდვილი ხარ. მამაო ჩვენოს რო ამბობ, რას ამბობ? მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი, ჩვენი რამე თუ ჩვენ მიუტევებთ, თანამდებთ მათ ჩვენთან. თუ შენ არ იცი პატიების სიხარული რა არის და შენ არ გინდა რომ 10 ლარი აპატიო შენაირ მონას ღმერთმა, როგორ გაპატიოს მილიონები? როგორ გაპატიოს, ხო შენ თუ არ იცი, არ გაგიხარდება. ასეთია ადამიანი სამწუხაროდ, ხო? მას უნდა რომ ყველაფერი ეპატიოს და თვითონ არავის არაფერი არ უნდა აპატიოს. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ის ადამიანები ვენ ჩვენ ცუდად მოგვექცნენ, ამას ჩვენ გარეშე ვერ მოახერხებდნენ. ჩვენც მივეცით ამისი საბაბი, ამისი საშუალება, რომ ასე მოგვექცნენ. დაწი ჭკვავისავლოთ, კაცო, ხო? თუ ვატყობთ, რომ ის ადამიანი მე მიმაქანებს სადღაც უსკრულში ვეტყვი, რომ კარგად იყავი, მე შენთან ვეღარ ვიმეგობრებ, გაუთიშე, დაბლოკე, აღარ გინდა მასთან ურთიერთობა, ხო? აღარ გინდა იმეგობრე იმ ადამიანებთან, ვისაც ღმერთი უყვართ, ვინც თავდაბლები, მოსიყვარული და კეთილები არიან, ხო? შექმენი პატარა სამოთხე შენს ოჯახში, შენს სამეგობროში, შენს სამსახურში. რა უნდა ამას შემოკარგებო? და წარმოიდგინეთ ეს ნათელი წერტილები რო გაჩნდება ჩვენ ქვეყანაში, აი თვითონ კორპუსში რო ერთი მორწმუნე ოჯახი ცხოვრობდეს, წარმოიდგინეთ, რომ მთელი კორპუსი მოექცევა. მაგრამ პირიქით მესმის, ხო, მამაო ჩვენთან ცხოვრობს, მე დავითნემ გალობელი და ისეთი უცნაურად იქცევა, ისე ჩხუბობს, ისე ზევიდან გვიყურებს, არც კი გვესალმება და იმან რა უნდა იქადაგოს, აბა მითხარი. რა უნდა იქადაგოს? სერაფიმ ესაროველი ამბობს, შემოკარგებო, რომ საკმარისია ერთმა ადამიანმაც კი მოიპოვოს სულიწმინდის ადლი, ანუ მართლა ქრისტიანი გახდეს, მართლა უანგარო, მართლა თავდაბალი, მართლა მლოცველი, რომ მის გარშემო ამას რო დაინახავს ხალხი, ქადაგება აღარ არის საჭირო. სერაფიმ ესაროველს მობილური ქონდა, ან სოციალურ ქსელში იყო ჩემსავით, ხო, ან TikTok-ზე გამოდიოდა, რატომ მიდიოდა ამდენი ხალხი, როგორ მიდიოდა? გადაკეტა მისასვლელები საროვოში, რომ ხალხი არ მისულიყო, მაგრამ დათვები მიდიოდნენ, ხალხი მიდიოდა მასთან, რატო? სადაც თაფლია, იქ ფუტკარიც მოგროვდება, ხო? აი ამიტომ იმას კი ნუ ვიძახით, რომ ჩემი მეზობლები ძალიან ათეისტები არიან, ურწმუნოები არიან, მე რომ ლოცულობ ისინი მაგიტაფონს უკრავენ და ყვირიან და ქეიფობენ და შენ გადი და უთხარი ღმერთმა და აგლოცოთ, გაგახაროთ, კი არ შეგშურდეს, კაცო. რომ დაინახავენ შენში თავდაბლობას, გეტყვია რომ სადაც შენ დადიხარ, მეც იქ წამოვალ, აუ რა კარგი ადამიანი ხარ, მეც მინდა რომ შენაირი გაწონასწორებული ვიყო, მეც მინდა რომ შენაირი ლამაზი თვალები მქონდეს, უბოროტო, უშურველი, არად ბოღმიანი და ვნებიანი, ხო? განწმენდილი. აი ასეთი ადამიანები მაგათ ძალიან იშვიათია, ხო? საკმარისია მე ესეთი ადამიანი დავინახო ხოლმე, იცით როგორ მიხარია, მაშინ მივდივარ და თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან დაბალ ფენებში არიან ესეთი ადამიანები. ლოგი მეეზოვე შეიძლება იყოს. ეს არ არის ხო ჩვენ მენაგვეს რო ვეძახით, არავით არის მენაგვე, მეეზოვე.
პროფილაქტიკაში შეიძლება ასეთი ადამიანი მუშაობდეს, ხო? ბენზინ გასამართს რამდენჯერ მისულ ვარ და მაშინ ესეთი თბილი სახით მიყურებე, გადმოსულ ვარ, რაღაც ლოცვანი მიჩუქებია, მითქვი არის ამოდით, აი და მამა როგორი მკაცრი ხართო ტელევიზორშიო და ისე როგორი უბრალო ბრძანდებითო, ყველას გონი ვართ ეკლა, მე რაღაც ესეთი რაზიანი, მრისხანე და უხასიათო. არა და სულაც არა ვარ მასე. ამაგიორგი ზოგჯერ ერთი სალამით და ერთი გაღიმებული გამარჯვებით შეუძლია ადამიანს მთელი დღე შეგიცვალოს და მთელი დღის განწყობა შეგიქმნას და თქვენ ესეთ ადამიანებზე საუბრობთ და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა ძალიან დასტრესილი გამოსულ ვარ სახლიდან, პირადი პრობლემებით დამძიმებული, არ მახასიათებს გამომეტყველებაზე ყოველთვის ნიღავს ვატარებ კარებიდან, როდესაც გავდივარ სულს, როდესაც გადავაბიჯებ, სალამიც კი ღიმილიანი ვიცი, მიუხედავად იმისა თვალები ჩამქრალი მაქვს თუ არა, იმიტომ რომ არ გადავდო ადამიანებს ჩემი უარყოფითი მდგომარეობა, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ შემიცვლიან და ტყუილად ადამიანს დავამძიმებ და ერთი შეხვედრა წამით მაღაზიაში და თბილი თვალებით გაღიმება ისე რომ საერთოდ სიტყვა არ უთქვია ადამიანს, ესეც კი საკმარისი აღმოჩენილა რომ მთელი დღის განწყობა შემცველა და ესეთ ადამიანებზე საუბრობ და ძალიან ბევრი გჭირდება ესეთები. არიან და როგორ არის იცით მამაო, ალბათ უფრო ნეგატივს ვხედავთ და ამის ბრალია, თორე არიან როგორ არ არიან. მე თუ შემხვედრია არაერთხელ, თქვენ თუ შეგხვედრიათ არაერთხელ, ხო ყოფილა. უმცირესობაში არიან თეკლა, უმცირესობაში უბრალოდ და მაგით. იმდენად ატვირთულები არიან პირადი პრობლემები, გაღიმებული სახის დანახვაც კი სანატრებელი გახდა საზოგადოებაში. მოდით მამაკაცო, იმდენჯერ ვახსენეთ ნუგეშელები და აქ მაყურებელმაც აღნიშნა, ნუგეშის ჩატში დაგვიწერეს ერთი კითხვა და მინდა მათი შეკითხვაც გავაჟღერო. ვინაიდან პეტრე პავლობა მოდის? მე დავსვამ ესეთ კითხვას. მონაზვნებს ხშირად ვუსმენ და იმ დღეს მოვისმინე სიტყვები, რომ ღმერთი ჩვენ კი არ გამოვირჩიეთ, არამედ მან გამოგვირჩიაო ჩვენ. გამორჩევის და არ გამორჩევის თემა მაინტერესებს მე პირადად. აი პეტრეც და პავლეც ხომ გამოირჩია როგორც მოციქულები და ამ კუთხით და ამ ნაწილში მაინტერესებსო და ის ავტორის დაასახელეთ გაუხარდება. კეთის აქვს დაწერილი ეს კითხვა. დიახ. მამაო, აქ დიდი შეკითხვები არ იწერება და ჩვენებს უთხარი, გურამე კითხვა გაქვთ ჩატში მომწერეთ თქო და იქაც ვაქცენ ყურადღებას და მაგიტომ ვრუნდები ხოლმე ლეპტოპისკენ. ნუგეშელები განათლებული არიან და მოკლედ ლაკონურად სვავენ შეკითხვებს. გრძელი სიტყვა მოკლედ თითქმის შაირია ამათ კარგი. არა ეს საჭირო ხანგრძლივი საუბარი და გრძელი შეკითხვა, ხო? ეს წმინდა წერილში ნამდვილად ასე წერია. თქვენ კი არ გამომირჩიეთო, მე გამოგირჩიეთო, ხო? უფალი ასე ბრძანებს. ანუ უფალმა გამოარჩია 12 მოციქული. ეხლა შეიძლება ვიღაც დაბკოლდეს და თქვას, რომ აბა ის ადამიანი, რომელიც ეკლესიაში არ დადის რაქნას, თუ უფალმა არ გამოარჩია, როგორ მოვიდეს, ხო? აი დავალებას მივცემ თქვენ ნებართვით, წაიკითხონ მეათე თავი რომაელთა მიმართ ეპისტოლე მეათე თავი, რწმენა მოსმენისაგან და მოსმენა ღვთის სიტყვისაგან. ანუ ღვთის სიტყვა არის პირველი, რაითაც ადამიანი მიდის ეკლესიაში და მოწოდებული ბევრია, მაგრამ რჩეული ცოტა. ნახეთ რას ნიშნავს. აი ეს მონაზვნები, მე მღვდელი, ეპისკოპოსი, ღმერთმა ყველა მოგვიწოდა, ანუ ვარსა და ნეხვსა მზე ერთნაირად მოეფინების. მაგრამ ერთი ვარდია და მეორე ერთი კეთილსურნელებას აფრქვევს, მეორე ყარს. ნეხვი არ გეგონოთ სკორე. ეს არის მცენარე, რომელსაც არასასიამოვნო სუნი აქვს. და ეს არის დოგმატური სწავლება შოთა რუსთაველის მიერ გალექსილი, რომ მადლი ყველა ადამიანზეა ცხონების, ყველას მოუწოდეს, მაგრამ რჩეული ცოტა მირჩია უფლის გზა. მონაზნობისკენ, ღდლობისკენ, ეპისკოპოსობისკენ, ზიარებისკენ, ეკლესიისკენ ყველას მოუწოდებს ღმერთი, მაგრამ ვინ ირჩევს მერე ამას და ვინ დაადგება ამ გზას უკვე გასამობს ქრისტე, ვისაც სურს რომ შემომიდგეს მე, რა გააკეთოსო, უარყოს თავით ვისი, ანუ ეგოიზმი, ძველი ცხოვრება, აღიღოს ჯვარი და გამომყვეს მე. ეს არის პროცესი. ანუ ამას ღმერთი ყველას ეუბნება, მაგრამ ვიღაცა უარყოფს თავის თავს, მაგრამ ვიღაცა იტყვის
მე მარხვი შენახო არ შემილია, მე არ შემილია ბოროტი რო არ ვიყო, მე არ შემილია რო არ ვიბილციტყავ, მე არ შემიძლია რომ არ მშურდეს და აგზელებს იმ ცხოვრებას, მაგრამ რჩეულები არიან უკვე ისინი, ვინც მონაზონი გახდა, ვინც ღდელი გახდა, ვინც მედავითნე გახდა, ვინც მრევლი გახდა, უარყო თავისი ძველი კაცი, ძველი ცხოვრება, ძველი ადამიანი და შეუდგა იესო ქრისტეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე 60-ში ვართ. ეს არ იფიქროთ, რომ ახლა მე ახან ჯვარი მეკეთია დიდი და მოდელი ვარ, დეკანოზი ვარ და წინამძღვარი ვარ, უკვე 60-ში ვცხოვრობ. არა, მე ძალიან გამიჭირდება ცხონება, იმიტომ რომ ბევრი მომეცა და ბევრი მომეკითხება. და ის ავაზაკივით შეიძლება ბოლოს ვიღაც გონზე მოვიდეს, თქვას უფალო შემიწყალე, მიიღო ზიარება და 60-ში მოხდეს. და მე შეიძლება და სხვა სასულიერო პირებს ჯვარი წერია ძალიან გაგვიჭირდეს, იმიტომ რომ ერთი ძალიან მომთხოვნი იქნება და მეტყვის რომ TikTok-ზე რომ გამოდიოდი, რატო კარგად არ ქადაგებდი მამა გიორგიო მეტყვის ერთ. ნარიყალას წინამძღვარად რომ დაგნიშნეო, შენ ღირსეული წინამძღვარი იყავიო? თუ ყელს იღერებდი და გეგონა რომ სხვაზე უკეთესი იყავი, სანამ განსაცდელები არ დაუშიო შენზე. ხო? ასე რომ არ იფიქროთ ახლა რომ მე და შენ თეკლა უკვე 60-ში ვართ, რადგან გადაცემა მიყვავს და ვეზიარებით, ეს არ არის საკმარისი. სიცოცხლის ბოლომდე არავინ არ ვიცით, ხო? ავაზაკი ყველას ეგონა რომ ჯოჯოხეთში უკვე ბეჭებზე ყავდა გაკრული ეშმაკს და რამოდენიმე წამში სულს ამოხდიდა და ჯოჯოხეთში აღმოჩნდებოდა, მაგრამ 60-ში აახილა თვალები, ხო? და ამ დროს იუდა მოციქული, რომელიც უფალთან იყო ხშირად და გვადრუცი ებარა, ანუ ქისა ებარა, ასე შეასთინა ბოროტმა სულმა, ხო? არავინ არ ვიცით, ადამიანზე არ უნდა ვიმსჯელოთ, სანამ ის აღსასრულს არ ვიხილავთ. აი წარმოვიდგინეთ დიდი უღრანი ტყე და ამ ტყეში არის ბილიკი, ასე გაჭრილი, ანუ სწორი სამეუფეო გზა და მიდიხარ ამ ბილიკზე. მიხვედი, უკვე გამოჩნდა შუქი რომ უნდა გახვიდე ტრიალ მინდორში და გადაუხვიე მარცხნივ ან მარჯვნივ, ვეღარ გახვალ, ხო? და იწყებ ბოდიალს უღრან ტყეში. მაგრამ ვიღაცამ ბილიკის ბოლოში გამოვიდა უღრანი ტყიდან, დაადგა სწორე ბილიკს და გავიდა სამშვიდობოს. რა უცნაურია რა ეს ღმერთი არა? გასაინტერესოა, მთელი ცხოვრება შეიძლება ამ ბილიკზე დადიოდე, ცოტა 10%-იღა დაგჭა, უნდა გახვიდე და მაგრამ შეგაცდინა ეშმაკმა. თვითდაჯერებული გახდი, ამპარტავანი გახდი, გონია რომ უკვე შენ 60-ში ხარ, სხვებს დასცინი ზევიდან დაიწყე ყურება, გაამაყდი ყურშასავით, ყურშა გახსოვთ, ხო? გასაინტერესო, ყველამ უნდა უყუროს, აი ბავშვებს განსაკუთრებით უნდა ყურშა გაყოყოჩდა უნდა ვაჩვენოთ. ორიგენე იყო ჩემოკარგებო, ასე ეკლესიას ეხლაც არ ყავს და არ ყოლია ორიგენეზე განათლებული ადამიანი. მეორე-მესამე საუკუნეში მოღვაწეობდა. ჰეგზაპლები, ბიბლია, თარგმნა და კომენტარი დაურთო რამოდენიმე ენაზე, წარმოიდგინეთ. 2 ტანსაცმელი არ ქონია. შიშვებს ეძინა ქვაზე და ყველაფერს გასცემდა. უგანათლებულესი კაცი იყო, ალექსანდრიული სკოლის დამაარსებელი, საღვთისმეტყველო სკოლის დამაარსებელი. მაგრამ შემოიტანა სწავლებები ძალიან ცრუ, რომ მე თითქოს ღმერთში არის სუბორდინაცია, რომ დასრულებადია თითქოს ტანჯვა და ორიგენიზმი არის მწვალებლობა. თუმცა უგანათლებულესი კაცი იყო, მისი გარკვეული შრომები ეხლაც გამოიყენება, იმდენად ძვირფასია. და ორიგენე ვერ გავიდა ტყის ბოლოს ბილიკზე, მაგრამ ვავაზაკი გავიდა, ხო? აი ამიტომ თხილად უნდა ვიყოთ, ამიტომ არის ჩვენთან ეკლესიაში მორჩილება და თავდაბლობა პირველ ადგილზე, რომ არ გავყოყოჩდეთ. ხო, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეკითხება და პავლე მოციქული გვაფრთხილებს, რომ ცოდნა განალაღებს და სიყვარული აშენებს. ანუ ცოდნა ცუდი კი არ არის, მაგრამ ცოდნე ადამიანი გალაღებულია უკვე ესე, მაგრამ თუ მძიმე თავთავია დაბლა არის, ხო, დავუნული და ცარიელი თავთავი გუდაბშუთა იყურება მაღლა. თუ ნამდვილი ცოდნა გაგაჩნია, არ გაამაყდები და არ გაამპარტავანდები. რატო? თუ რომ მიხვდები, რომ შენ ხარ ქმნილება, ოდესღაც არ იყავი და ვინც შენ შექმნა, იმას უნდა დაუხარო თავი. და უნდა გახსოვდეს, რომ გადაულახავი ზღვარია შენსა და ღმერთს შორის. ის შემომქმედია ყოველთვის
და შენ ქმნილება. ასევე მშობლების წინაშე ყოველთვის ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მშობლების გადაუხდელი ვალი გვაქვს რა. ამ ქვეყანაზე რომ მოგვავლინე, შეიძლება მანქანა ვერ გვიყიდეს, სახლი ვერ გვიყიდეს, მაგრამ ამ ქვეყანაზე მოგვავლინეს. და ეს უნდა ყოველთვის ყველა შვილს უნდა ახსოვდეს, როგორ წერია, პატივი კი არ გიყვარდეთო. რო გიყვაროს ეს კარგია, რო გიყვარდეს ეს ძალიან კარგია, მაგრამ ღმერთი ბევრს არ მოითხოვს. პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა, მეხუთე მცნება და თან განმარტებულია, რათა კეთილი გეყოს და კურთხეული იყო ქვეყანასა ზედა. ახალგაზრდებო გესმით? ფაიტყვით რომ მე პატივს ავცემ, მე რო ვეკითხები პირველ რიგში, აქედან ვიწყებ თეკლა ბავშვებთან ურთიერთობას. ყველა მეუბნება და უფიქ, კი მამაო, კი, მოიცა. უჯერებ? მოიცი რა, აი ეს ახლა ყველაფერს ვერ უჯერებ. აი, ყველაფერს რო ვერ უჯერებ, უკვე გამოდის რომ არ ასცემ პატივს, ხო? აბა მოდი დაიწყე დაჯერება, გაჯერება და ნახავ როგორი მადლით აივსება შენი გული, დედიკოც როგორი ბედნიერი გახდება, მამიკოც და შენც როგორი ბედნიერი იქნები. რატო? იმით რომ დედა დაგლოცავს, მამა დაგლოცავს და იგზნობ ღვთის წყალობას, ღვთის მადლს. ნებისმიერ ასაკში. ჩვენი უწმინდესი აც გარდაცვლილი პატრიარქი ილია მეორე ასამავდა რომ ოჯახიდან ისე არ გამოხვიდეთ. დიდი ხარ თუ პატარა ხარ, უთხარი დედა დამლოცე, მამა დამლოცე, კი არ მეჩხუბოდა, კი არ დამწყევლოდა, კი არ მიყვირო, დამლოცე რა. და თუ სახში ვაგვიანებ ხატებთან მიდით და უთხარი დედა ღვთისმშობელო, ჩემი შვილი შვიდობით მომიყვანე, 9 ჯერ კი არ უნდა დაურეკო და შესაზიზღარო, რატო გამორთული ტელეფონი რა ხდება, ვაიმე 112-ში რეკავენ და აი მე ასე იქცევიან ცირედ მორწმუნე დედიკოები, ხო? მიდი ხატებთან თავზე დაიფარე და უთხარი დედა ღვთისმშობელო, ჩემი შვილი მშვიდობიანად მომიყვანე, რაღაცა აგვიანებს რა და გეხვეწები. შენი სიტყვებით არ არის დაუჯდომელი და პარაკლისი მაშინვე ხო დიდება აწდა ალილუია, არ არის მაშინვე საჭირო შენი სიტყვებით, როგორც დედა დედას რომ ესაუბრება. ერთხელ თეკლა სტუდენტი რო ვიყავი, სიონში ჩავდივარ და შვილმკვდარი დედა არასოდეს არ დამავიწყება ეს, ესაუბრება ღვთისმშობელს. ვერ დამინახა უკვე საღამო იყო. შენც ხო შვილმკვდარი დედა ხარო? მანუ გეშეო რა რამითო რა, ჩემი შვილიო სად არისო, გეხვეწები ჩემი შვილიო სამოთხეშიო ამყოფეო რა, შენც ხო შვილმკვდარი დედა ხარო. ნახეთ როგორი მიმართვა, აი როგორც კოლეგა ფაქტიურად რა. აი დარწმუნებული ვარ რომ მიიღო ამ ქალბატონმა ამ სიტყვებით ნუგეში. რამხელა ნუგეშია შენ წარმოიდგინე რომ ასე მიმართავს დედა ღვთისმშობელს, შენი შვილი ხო ჯვარზე გააკრესო და მოგიკლესო. აი ასეთი უბრალოა ღვთისმეტყველება, ასეთი უბრალოა ღმერთი. 2 სიტყვა ეყოფა, 3 სიტყვა ეყოფა. მეტი არ უნდა. და მერე თანდათანობით გაიზრდებით სულიერად და იქნებით შვიდები, თავდაბლები, მოსიყვარული ადამიანები, არავის აღარ განეკითხავთ და აღარც ბოროტები და შურიანები აღარ იქნებით. მაგრამ ეს ეხლა როგორც მე ვსაუბრო მარტივად, ასე მარტივი არ არის. ამას სჭირდება შრომა. ხო. მამად გიორგი, ასე თქვენ საუბრობთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან შრომატევადია, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ უფალმა ჯერ ადამიანებად მოგვავლინა, ადამიანის სახე უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე, იმის ხატად და მსგავსად, რადგან უფალმა ჩვენ გაგვაჩინა და მოგვავლინა ამ ქვეყანაზე, ჯერ ეს უნდა შევინარჩუნოთ და დანარჩენი პროფესია იქნება, ეს თუ ხელობა იქნება, მერე უნდა განვავრცოთ და თუ კი ის დავკარგეთ, რაც მნიშვნელოვანი ფუნდამენტი არის ისეთ ჩვენ უფალმა ამ ქვეყანაზე მოგვავლინა, დანარჩენს ყველაფერს აზრი ეკარგება, ხო? ეგრეა რა თქმა უნდა. ერთი კითხვა არის მამა გიორგი კიდე და თუ კი არის საშუალება კიდევ ვუპასუხოთ და ძალიან კმაყოფილია მაყურებელი კომენტარებში, თბილი კომენტარები და და გული მიტყובה მეც ახლა ვადევნებ თვალს ვაპარებ. მე ვდნები გამომეტყველებაზე მეტყობა ხოლმე მაგ დროს. დადებითი ემოციები, როდესაც მოდის და მადლობა მამაო თქვენ ამ საუბრისთვის, რაც აუცილებლად მიმაჩნია. კითხვა არის ესეთი, ჩალვა გვიწერს ჯავახიშვილი. მამაოს კითხეთ ეკლა, ადამიანი საერთოდ არ ზიარებულა და ცხონება გამორიცხულია, ვინც არასდროს არ ზიარებულა, ამ ადამიანის ცხონება თუ არის შესაძლებელია? კარგი კითხვა, ნამდვილად
უყურეთ ახალ აღთქმაში მაცხოვარი ბრძანებს, რომ ვინც არ მიიღებს ამ სისხლს და კაფიოთ ამბობს, რომ სისხლია და ხორცი და არა სეფისკვერი და ღვინო, თავიდან იყო სეფისკვერი და ღვინო და ბევრგან წერია ძალიან, თავად მაცხოვარი ბრძანებს, მიიღე და სჭამეთ, გარკვეული დაბნეული ადამიანებისთვის მინდა ხაზი გაუსვა რა. თავად ქრისტე ამბობს, რომ მთელი წირვის განმავლობაში ისმის ეს სიტყვები, რომ მიიღე და სჭამეთ, ესეა ხორცი ჩემი, თქვენთვის გატეხილი მისატევებლად ცოდვათა, სულ თამისაგან ყოველთა, ესე არის სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვის, მოციქულებს ელნდა მრავალთათვის დათხეული, რატო მისატევებლად ცოდვათა. აი ეს დანიშნულებაა ზიარებას. ზიარება შეიქმნა ჩვენთვის და არა ჩვენ შევიქმნით ზიარებისთვის. და არც ერთი ადამიანი მზად არასდროს არ იქნება, რომ ზიარების ღირსი გახდეს. ეს ხდება იკონომიით, ანუ დაშვებით, ანუ ღვთის წყალობით და სიკეთით. მაგრამ უამრავი ადამიანი იყო, თეკლა იყო პერიოდი, ხო, აგერ 90-იანებამდე, 80-იანები, 60-იანები უკეთილი შობილესი ადამიანები იყვნენ, ხო? მაგრამ უნდოდა ზიარება, მონათლულები, მონათლავი წარმოუდგენელია, რომ იმეც ხონდეს, ხო? შეუძლებელია. მაგრამ რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი პაპა და ჩემი ბები აუცილებლად ივლიდნენ ეკლესიაში. მაშინ რო ეკლესია ყოფილიყო, ეს ღმერთმა ხო იცის. ხო იცის ღმერთმა ნამდვილად, მაგრამ აი რომ მინდა ზიარება, ხო? სად უნდა ზიარებულიყვნენ? არ იყო ამის საშუალება. როცა ადამიანს აქვს საშუალება და უარს იძახის ზიარებაზე, ის ვერ ცხონდება. ამის მაგალითები ბევრი მაქვს. აი მომაკვდავია, შვილი ეუბნება რომ მოძღვარს მოიყვან, არ მინდა ეუბნება, რა კი არა უკვდები, რა თქმა უნდა მოძღვარი, გონდიათ რომ მოძღვარი რომ მოვა, უნდა მოკვდეს. ესმით, როცა ადამიანი გააზრებულად, შეგნებულად უარს იტყვის ზიარებაზე, ის ვერ ცხონდება. მაგრამ თუ უნდოდა მას ზიარება მონათლული იყო, ან ომშია თქვა, ხო, აი იბრძვის და არ არის საშუალება ზიარების, მაგრამ ის უარს არ იტყოდა ზიარებაზე, ხო? ასეთ ადამიანებს ღმერთი აუცილებლად გაითვალისწინებს. აუცილებლად ჩვენ აბა პანაშვიდებს რო ვიხდით, ყველა ნაზიარები იყო რომ ვიხდით პანაშვიდებს, ეკლა შეკვეთილ წირვებს რო ვატარებთ და უამრავი სახელი როა ხოლმე ჩამოწერილი, ეხლა იქიდან ყველა ნაზიარები იყო? გიორგი, პატარა მაგალითს ვიტყვი, დიდი ბებია, რომელიც მე საკმაოდ პატარა ასაკში ვიყავი, რომ გარდაიცვალა, კომუნისტების დროს გაზრდილი ქალი იყო და იმ პერიოდში ალბათ ნათლობად მონათლულიც არ იქნებოდა, იმიტომ რომ მას არ ახსოვს, ტაძარში რა თქმა უნდა ვერ ივლიდა და ნახეთ მამაო ყოველ საღამოს მე მახსოვს ბებია, როდესაც ჩავდიოდით ხოლმე იმერეთში და საღამოს ძილის წინ დადგებოდა და ლოცულობდა ოღონდ თავისი სიტყვებით. მე ისე ძალიან კარგი, პირაძალი. არასდროს არ მაქვს მამა გიორგი მოსმენილი ეგეთი ლოცვა, ბებია რომ ლოცულობდა და ჩამოთვლიდა ძირს, გვარს, ფუძეს და ბოლოს ოღონდ იმერულად ღმერთო დამილოცე ჩემი ნაგრამი. მიუხედავად იმისა, რომ ის არც ნაზიარები წასულა ამ ქვეყნიდან და არც წირვალოცვები იმ პერიოდში, ისეთ თაობის პერიოდშია ის გაზრდილი და იყო გაზრდილი, რომ ტაძარში ვერ დადიოდნენ, არც ინათლებოდნენ ბავშვები. და მე მოსახსენებელში ვწერ ხოლმე ჩვეულებრივად ბებიის სახელს. გავე მინდა დავზინოთ ეკლა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ბევრი ადამიანი ამ სიტყვებზე შეიძლება გამომეკიდოს და კომენტარი დამიწეროს და რაღაცა სიახლის შემომტანე დამარქვას. მე მაქვს უფლება ჩემი პირადი აზრი დავაფიქსირო, რომ მე ვფიქრობ, რომ ღმერთი გაითვალისწინებს. მაგრამ მე არ ვიძახი რომ 100%-იანი რომ ესენი ცხონდებიან, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ბევრი მოძღვარი დამეთანხმება, რომ ჩვენ რომ პანაშვიდებს ვიხდით და შეკვეთილი წირვებს ვატარებთ, იქ ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ არ იყო ნაზიარები, მაგრამ მოუნათლავის საერთოდ წარმოუდგენელია, რა თქმა უნდა, მოხსენებას და ცხონებას. მაგრამ მე მჯერა რომ სახიერი ღმერთი გაითვალისწინებს იმ დროს, იმ ეპოქას და ეს ჩემი პირადი აზრი, აქავე დავძენ რომ მე არ თქვან რომ რაღაც ახალს ამბობსო და ახალი სახარება დაწერა მამა გიორგიმო, სიფთხილეს თავი არ დგევა. ჩემი პირადი აზრია, რომ ჩვენი პანაშვიდებით, ჩვენი შეკვეთილი წირვებით ღმერთი ძალიან ბევრ ადამიანს გაითვალისწინებს და ამოიყვანს, თუ არ არიან სამოთხეში, ამოიყვანს ჯოჯოხეთიდან მეორედ მოსვლამდე, ამისი შანსი გვაქვს ჩვენ. ეს ძალიან საინტერესოა. ეხლა არ ვიცი როგორ გამომივა და ვიტყვი, ივანე ოქროპირის სიტყვებია. არიან ადამიანები, რომლებიც აქ იტანჯებიან, მაგრამ მე არ დაიტანჯებიან.
ეს გასაგებია ხო, შეიძლება ღვთისმოსავია, მორწმუნეა, აქ განსაცდელები აქვს და მერე ცხონდება და იქ არ დაიტანჯება. არიან ადამიანები, რომ აქაც იტანჯებია და იქაც დაიტანჯებიან. საინტერესოა რა. ანუ აქ იტანჯება და ხელი კრა ეკლესიას, მე უბედური ვარ, არ მინდა აღსარება, ზიარება, არ მინდა ნათლობა და რაღაცები. აქაც იტანჯება და იქაც დაიტანჯება და არიან ადამიანები, რომ არც აქ არ იტანჯებიან და არც იქ არ დაიტანჯებიან. და საინტერესოა რა. ხო არის ადამიანის თელი ცხოვრება, შვიდი ცხოვრება, კაი ცხენი ხო მათ რახს არ ირტყავს არა? იცავს მცნებებს, არის თავდაბალი, არ არის განსაცდელებში, არაფერი, შრომობს, პატიოსანი მეუღლეა, კარგი ოჯახი აქვს, აქაც მშვიდად გაატარა, ესეთი ბევრი მინახავს, მშვიდად განლია ცხოვრება და იქაც ნათელში იქნება. და არის ასევე, რომ აქ არ იტანჯება, 4 ვარიანტია, არის რომ აქ არ იტანჯება, მაგრამ იქ დაიტანჯება. აი თითქოს ხო შენატრიან ხომე რომ აი ეს ადამიანი ეკლესიაში არ დადის კაცო და ვერ გავიგე 37 ფსალმონი წაიკითხეთ და მიხვდებით ეგ ადამიანები ვინ არიან 37 ფსალმონი და მიხვდებით რომ უღმერთოსი არაფერი არ უნდა გშურდეს იმიტომ რომ მისი სამოთხე და სასუფეველი აქ არის და ღმერთმა დაუშვა რადგან შენ არაფერი არ გწამს ხო აქ მოიწყე კი ბატონო მაგრამ რამდენი ხანი მოიწყობ ამ სამოთხეს ხო რამდენი ხანი უნდა გაიხანგძლივო სიცოცხლე ხო გახდი 80 90-ის ნანოტექნოლოგიები ჩარიე და მოკლედ აი როდემდე უკვდავი ხო არ გახდები არა უკვდავი ხო არ გახდები მაგრამ მე მდიდარივით რო აახელს ლუკას სახარებაში რომ მდიდარია და გლახაკი ლაზარე რო ფეხთან რო იყო და ნამცეცებით რო იკვებებოდა და ზაღლები რო ულოკავდნენ ჭრილობებს და აერთი არ გახსენებია რომ ამ ლაზარესო ერთი პური მაინც გაუტანო ხო და სადაახილა თვალი იმ კაცმა იმიტომ კი არა ახილა თვალი ჯოჯოხეთში რომ მდიდარი იყო არის ფიქრობთ სიმდიდრე ცუდია თუ პატიოსთანი შრომით გაქვს სიმდიდრე ძალიან კარგია თან მოწყალებასაც თუ გასცენ მდიდარი ჯოჯოხეთში აბრაამის წიაღში იმიტომ კი არ ხდება რომ მდიდარია უმოწყალო რო არის და ამდენი საჭმელი რო აქვს რომ წარმოიდგინეთ რომ იქიდან რო ცვივა ნამცეცები იქიდან ისიც კი წარმოიდგენი არ ემეტება მას ლაზარესთვის ხო და აი ესეთი მდგომარეობაა ჩემო კარგებო მაგრამ ეხლა როცა ამდენი ტაძარია მომქმედი და ამდენი მოძღვარი დღეს რომ ადამიანმა თქვას არ ცოდნა არ ცოდვა და რაში მჭირდება ზიარება და რაღაცა ეს უკვე ნამდვილად არ ეპატიებათ იმიტომ რომ დღეს ყველა კორპუსთან არის აშენებული ტაძარი და ადამიანი შეიძლება ეკლესიური ძალიან არ იყოს, მაგრამ როგორც კი თავს იგზნობს ცუდად, სახში შეუძლია მოძღვარი მოიხმოს და მოძღვარი იაკობის ეპისტოლეში წერია, რომ გვაბრალებენ ჩვენ უდლემა მოიგონესო რაღაცებიო, იაკობის ეპისტოლეში წერია, რომ მოუხმეთო ეკლესიის ხუცესებსო და რწმენის ლოცვა გადაგარჩენთო, ზეთს გაცხეთთო, ოღონ ზეთი კი არ გიშველითო, რწმენის ლოცვა გადაგარჩენთო და რაც დაგიშავებიათო დავიწყებული ცოდები გეპატიებათო იაკობის ეპისტოლე წაიკითხეთ ჩემო კარგებო აქავე მინდა რომ აკადემიური იყოს ჩვენი საუბარი რომ ადამიანებმა მოძებნონ ახლა იაკობის ეპისტოლე და წაიკითხონ ეკლესიის ხუცესები ნახსენებია ეს ჩვენ არ ჩაგვიცვია ბაზრობაზე იყიდება შავი ნაჭერი და ყველა შეუძლია შეიკეროს და ჩაიცვას ხო ესე არა ამას ჭირდება განათლება ამას ჭირდება სასულიერო ხელდასხმა, ეპისკოპატი და ასე შემდეგ. მაგრამ ესე რომ ბავშვებო, ბიჭებო, გოგონებო, ერთად ვისწავლოთ, მოდი რა. მე მზათა ვარ, აგერ თეკლამ დაანონსა, ხუთშაბათს. მე ყოველთვის აი დღეს ჩემი ახალი მრევლია. ძალიან კარგი ადამიანია, თამარი სიხარულიძე და ორი შვილი, კალათბურთელი 2 მეტრიანი ბიჭები ამოიყვანა. დღეს ლოცვაზეც დარჩნენ. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, კარგად ვისაუბრეთ და იმედი მაქვს რომ ისინიც ივლიან ეკლესიაში და ჩვენს ქვეყანას კარგი განათლებული და გონიერი თაობა ეყოლება და ყავს კიდეც რა თქმა უნდა. აბა შემდეგი შეკითხვა. ვინც დაწერეთ კომენტარებში და არაერთი იყავით ესეთი, სად მსახურობს ეს მოძღვარი, ნახვა გვინდა, გასაუბრება გვინდა, აი მამაო გაძლევთ შესაძლებლობას ნებისმიერ დღეს არა, ხუთშაბათობით არის ხოლმე ტაძარში.
და თუ გნებავთ ჩემთან ერთად მომწერეთ და მეც იქ დავხვდებით, თუ გნებავთ აბრძანდით თქვენც და მამაო იქ დავხვდებათ და გაგესაუბრებათ, როგორც იცის ხოლმე მან დიდი სიყვარულით შეხვედრა თითოეულ თქვენთაგანს მან გამორჩევა არ იცის ადამიანების. ერთი კითხვა არის კიდევ მამა გიორგი. თეკლად მითხეთ ჯარის გამო, ჯარიდან თავის არივების, კარიდების გამო გირჩი რაღაც ორგანიზაცია რო არის იქ ვინც გაწევრიან დაო როგორ უნდა მოიცნენო ახალგაზრდები ესეთები ძალიან ბევრი ყოფილანო და მე მახსოვს ინციდენტი რადგან არ მინდა პოლიტიკურში გადავიდეს თქვენ სულიად ისიახსნით ამას რომ არ დაჭირდება საერთოდ პოლიტიკაში შეხება მე და შენ მადლობა უნდა უთხრათ ეხლა ამ ადამიანს ესეთი კარგი შეკითხვა დაასვა იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ნეფსი თუ უნებლიეთ ნამდვილად ვიცი რომ მათ ეკლესია კი არ უარყვეს უბრალოდ ჯარში წასვლა არ უნდათ და არც იცოდნენ რას აკეთებდნენ და რაღაცას მოაწერეს ეგრეთ წოდებულ სექტაში და საპატრიარქო მამაზე იზრუნა გამოსცა ბლანკი ყველა მოძღვარ შეუძლია ეს ბლანკი მოიძიოს ანუ ადამიანი რომელიც შეწუხდა მიხვდა რომ მოატყუეს და აღმოჩნდა რაღაც გარკვეულ სექტაში უნდა მივიდეს სასწრაფოდ მოძღვართან და მოძღვარი იმ ბლანკს შეავსებინებს, იქ შეკითხვები იქნება დასმული, დაბლა მე ეს მოძღვარი ხელს მოაწერს და ეს ადამიანი უკვე დაბრუნდება დედა ეკლესიაში და მოეხსნება ეს ტვირთი, რაც არის საშინელება, მაგრამ ვინც დარჩება ამ სექტაში და ამას არ გააკეთებს, ნამდვილად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ეკლესიის მიღმა დარჩება. ეს არ არის ბავშვებო, სახუმარო ეს აუცილებლად დროზე უნდა მოაგვაროს. საპატრიარქოს კეთილინება გააჩნია, შექმნილია ბლანკი, რომელიცაც მოძღვარი გაგაცნობთ, შეკითხვებზე პასუხს გასცემთ, რომ ნანობთ, რომ შეგეშალათ, რომ ეს შეგნებულად არ გაგიკეთებიათ, რომ დედა ეკლესიის შვილები ხართ და წაგიკითხავთ შენდობის ლოცვას და ისევ ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანები იქნებით. ასია ჩემო კარგებო წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენზე ვერ აღსრულდება ვერც ჯვრისწერა, ვერც აღსარება, ვერც ზიარება, რატომ? ეს ჩვენი ბრალი ხო არ არის, ეს ხომ თქვენი ნებით მართალია შეგაცთუნეს, მაგრამ ეხლა ხომ გარკვევით მიხვდით მე რომ უკვე სადღაც ტყუილს ქონდა საქმე, ხო? და ამიტომ ვფიქრობ რომ ეს სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს, რომ ეს ეგრეთ წოდებული ორგანიზაცია აი ეს უფლება უნდა მათ ჩამოერთვათ რომ ვითომ მღვდლები ხდებიან, ვითომ ეპისკოპოსები ხდებიან და მათ ისინი აღარ მიყავთ ჯარში. და საერთოდ ბიჭებო მოგმართავთ უყველას რა, აი ჩვენი თაობა რუსეთში მივდიოდით და ქართველი ბიჭი რო არ წავიდოდა ჯარში, სირცხვილი იყო ის, სოლს ვერ მოიყვანდა და სამსახურს ვერ დაიწყებდა, რომ ჯარში არ არისო ეგ ნამყოფიო. და სად მივდიოდით ჩილო იცით, ციმბირში, ურალში, სადღაცას, ხო ყინვა ყიამათში. და თქვენ არ გინდათ რომ ისწავლოთ იარაღის მოხმარება, ვარჯიში, ერთი წელი რა, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, რომ შენი სამშობლოს გულისთვის, რომ ცოტა ხანი არ გაიჭიროოდა ფიზიკური აქტივობა და არ დაეუფლო სამხედრო ტექნიკას. მე მგონი ეს მშობლებმაც უნდა ჩაუნერგოთ შვილებს, ხო, რომ თავის არიდება ჯარიდან, მე მგონი არ უნდა იყოს კარგი საქციელი, ხო? არ უნდა იყოს კარგი საქციელი. მაგრამ დისციპლინასაც ძალიან დისციპლინასაც უხვეწავს ბიჭებს ახალგაზრდა თაობას. თავის მომას ისწავლებას. კი ბატონო. იმიტომ რომ დღევანდელ თაობაში პრობლემები არის ხოლმე, მიჩვეულები არიან, სადღაც 30-40 წლის ახალგაზრდები დედიკოსნებიერები რომ არიან ხოლმე და ჯარში სწავლობდა მამაკაცი დამოუკიდებლობას მარტო იარაღიც ხო არ არის იქ და დისციპლინა, ისწავლება, დილის ადგომის რეჟიმის შრომა და ასე შემდეგ, ხო? ფიზიკური აქტივობა ბოლო-ბოლო რა ჯობია მაგას სირბილი ვარჯიში და იქ მოძღვრებიც არიან დადგენილი და მოდი ლოცვა შეიძლება, ზიარება შეიძლება. მოკლედ ეს ქართული ჯარი აღარ არის საკმაოდ დახვეწილია ქართული ჯარი და მე ყველას როგორც ყოფილი ტანკისტი, სხვადასხვა იცოდეთ რომ მღვდლობამდე ტანკისტი ვიყავი, არ ხუმრობ, მართლა ვიყავი. ტანკის, ასე თქვათ, ვიტყვი რუსულად კამანდիր ტანკა, ასე თქვათ, სტარშინა ვარ წოდებით, ზემდეგი ქართულად და მართალია ის 2 წელი დავკარგე, მაგრამ ბევრი რამე მაინც ვისწავლე და ეხლა მადგება ის
წესრიგი და საკუთარი თავის ასე ვთქვათ მოვლა პუნქტუალურობა და ყველაფერი ბევრი რამე მაინც იყო რაღაც კარგი. ასე ურჩევ ქართველ ახალგაზრდებს რომ ჩვენი ქართული ჯარის რიგებში გაწევრიანდნენ. არის კიდევ შეკითხვა? ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეკითხვა ამა გიორგი. ახალი აღთქმის ცოდნა რამდენად მნიშვნელოვანია მრევლისთვის? რა თქმა უნდა, უბრალოდ აქ უნდა გავარკვიოთ, აი ახალი აღთქმა ზოგს გონია რაღაც სხვა წიგნები. ახალი აღთქმა არის 27 წიგნი, 4 სახარება, საქმე მოციქულთა, ეპისტოლეები და პავლეს ეპისტოლე 14. ანუ ჩათვალეთ რომ აი როგორ გითხრათ, ეს არის სახელმძღვანელო, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქრისტიანობა. ახალი აღთქმის ცოდნის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ქრისტიანული ცხოვრება და ძალიან გაგვიჭირდება ნეტარებების დაცვა, რა უნდა ვიცოდეთ, რა არის სულიერი კანონები, რა არის ნეტარებები, რა არის უფლისნება, რა არის მადლი, რა არის სიკვდილი, როდის მოვა იესო ქრისტე, რა კატაკლიზმები უძღვის წინ, ხო? აი ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, ხო, ჩვენ მაინც უფრო მიჩვეული ვართ სახარებას და ბუნებრივიც არის. სატო სახარებას? სიხარულთან არის დაკავშირებული, ხარებასთან არის. ახალ აღთქმაში 4 სახარება: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. და ეს სიტყვა სახარება უკვე მოიცავს მთელ ახალ აღთქმას. რომ იქ რა წერია ახალ აღთქმაში, არის ჩვენი სიხარული, არის ჩვენი ბედნიერება, არის ჩვენი კონსტიტუცია, არის დედანი, აი იაა ეს ყველაფერი. ამის გარეშე შეუძლებელია რომ ადამიანი ცხოვრდეს. ახალი აღთქმიდან გვესაუბრება ღმერთი. რა უნდა ღმერთ ჩვენგან, ეს ყველაფერი წერია ახალ აღთქმაში. და რატო ამდენი ადამიანი დღეს შეშინებული გაუგებარ მდგომარეობაში, იმიტომ რომ არ კითხულობენ ახალ აღთქმას, სადაც წერია გარკვევით, როდის მოხდება ეს რიცხვი დათვეზე კი არა საუბარი, წინ რა მოვლენები უძღვის ქრისტეთ მეორედ მოძანებას, რომ ანტიქრისტე უნდა გამოჩნდეს, რომ ებრაელები მოექცევიან, რომ ყველას ეკადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ და მერე მოვა აღსასრული. ანუ ყველა ადამიანთან მივა ჭეშმარიტი უწყება და რომ მე არ ათქვას ვინმე რომ მე არ ვიცოდი, მე რა ვიცი, რომ ასე უნდა ყოფილიყო, ხო? სკოლებში ისწავლება, უმაღლეს სასწავლებლებში, ახლა ჩვენი მღვდლები უკვე არიან მზად, რომ შევიდნენ სკოლებში, რა ხელა ბედნიერებაა რა. აი ასე. ანუ ახალი აღთქმა ეწოდება 27 წიგნს, სადაც 4 არის სახარება და დანარჩენი არის ეპისტოლეები პეტრესი, პავლესი, იაკობის და იოანესი. რაც არის წერილი. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა იკითხოს და რასაც ვერ გაიგებს კომენტარებში, ნახოს კომენტარები ან მოძღვართან მივიდეს და მოძღვარი განუმარტავს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არსებობენ ქრისტიანები სახარება რომ წაკითხული არ აქვთ. შეიძლება ბავშვი სკოლაში შეიყვანო და დედაენა არ ასწავლო, ის შემდეგ კლასებში გადავა, წერა-კითხვა ეცოდინება, არა, აი წერა-კითხვის, ასე ვთქვათ, საშუალება არის ახალი აღთქმა, რომ მე გავიგო ღმერთს რა უნდა ჩემგან და რა გააკეთა ღმერთმა. რა წერია სახარებაში და სახარება რო არ არის საკმარისი, მერე ეპისტოლეები, ანუ ეპისტოლეები არის სახარების გაგრძელება, ანუ სახარების განმარტება. 4 სახარების შემდეგ არის უწყებული ქრისტეს ამაღლება და მოციქულების მოღვაწეობა მთელ მსოფლიოში. ანუ ისტორია, ახლა ეს პეტრე პავლობის მარხვა სხვა კი არაფერი არ არის, რომ მოციქულთა პეტრეს და პავლეს ცხოვრება რომ გავიაზროთ და ჩვენც რომ ვიქადაგოთ, რასაც ახლა მე ვაკეთებ თქვენს ეთერში. არც ეს არის საკმარისი, მერე პეტრეს ეპისტოლე განმარტება, ეპისტოლეს კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეპისტოლე კონკრეტულ პიროვნებას კი არ მიმართავს, ყველას მიმართავს. არის კერძო ტიმოთეს მიმართ, ტიტეს მიმართ, ფილიმონის მიმართ. ძალიან საინტერესოა. ტიმოთე ახალგაზრდა ეპისკოპოსი იყო და პავლე როგორ არიგებს, როგორ უნდა მოიქცეს, როგორები იქნებიან ადამიანები ბოლო ჟამს. წაიკითხეთ ტიმოთეს მეორე ეპისტოლე მესამე თავი. ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ თავს
დაინახავს იმ ეპისტოლეში, რომ იქნებიან ამაყები, ამპარტავნები, ვერცხლის მოყარები, ანგარნი, მშობლების ურჩნი და ზარმაცები. ასეთი რაღაცები წერია, კარგი რაღაცები წერია და ამიტომ საჭიროა მარტო ჩვენი გადაცემა არ იქნება საკმარისი. მარტო წირვაზე წაკითხული სახარება არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვესმის ძველი ქართულით არის და ყველა მოძღვარი ვალდებულია წირვის მერე გამოვიდეს და წაკითხული სახარება განმარტოს, რომ ადამიანი რო წავა წირვიდან ავსებული წავიდეს, განათლებული, დაყურებული წავიდეს და გაუჩნდეს სურვილი, რომ კლავაც მოვიდეს წირვაზე, მარტო ზიარების გულისთვის კი არა. სამწუხაროდ არიან ადამიანები მარტო ზიარებას იღებენ და მერე მაშინვე არ ელოდებიან ქადაგებას და გარბიან წირვიდან. არც ეს არის მართებული. ზოგი ამბობს, რომ არ მომწონს მე ის ქადაგება, დიდხანს ქადაგებს და ასე შემდეგ, ხო? მღვდლები, რასაც აკეთებენ ჩვენთვის. ეხლა მე რომ ვზივარ ეთერში, მე საუბრობ თქვენთვის, ჩემო ძვირფასებო, ეს ჩემი მოვალეობა, ეს მე მაკურთხა ღმერთმა, როგორც პავლე მაკურთხა ტიმოთე და უთხრა, იქადაგე ჟამიერად და უჟამოდ, ანუ ყოველთვის იქადაგეო. ასე არის ჩვენც, ასე უნდა გავაკეთოთ და იონე ოქროპირი ამბობს, რომ მღვდელი, რომელიც არ ქადაგებსო, გავს ზაღს, რომელიც არ იყეფებაო. რატო იყეფება ზაღლი? იცავს ხო? ჩვენს ეზოს, კარმიდამოს, რომ ქურდიდან პარავი არ შემოვიდეს, არა? აი ამიტომაც ვქადაგებთ ჩვენ, ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო, რომ იცოდეთ რა არის კარგი და რა არის ცუდი, რომ გიყვარდეთ მშობლები, რომ ქმრებო ცოლები გიყვარდეთ, ცოლებო გიყვარდეთ თქვენი ქმრები და რომ შვილები აღზარდოთ კარგ ადამიანებად, სამშობლო გიყვარდეთ, ხელისუფლებას დაემორჩილეთ, ეს წერია პავლე მოციქულის მე-13 თავში რომაელთა მიმართ ეპისტოლეში და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი თუ ადამიანმა არ იცის, ხელფეხი აქვს შეკრული და ვერ იგებს რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს, ხო? შეიძლება რომ ადამიანი გაუნათლებელი ქრისტიანი იყოს, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ქრისტიანობა არის წიგნიერი რელიგია. წიგნიერი რელიგია. არ შეიძლება სხვანაირად, კითხვის გარეშე, ლოცვის გარეშე, არ შეიძლება სხვანაირად. ესე დავამთავრებ, რადგანაც აბიტურიენტები ახლა ალბათ უკვე ემზადებიან შემდეგი გამოცდებისთვის, ჯერ ყველას დავლოცავ, რა თქმა უნდა, და არა მარტო აბიტურიენტებმა, ნებისმიერმა ბავშვმა უნდა იცოდეს დავით გურამიშვილის სიტყვები. ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო. ვინ არის სიდან მოსულა, სად არის წავა სადაო. ნახეთ რა მოკლე ერთი სტრიქონი და რამხელა სიბძნე. ეს ყველა საკლასო ოთახში უნდა იყოს ეს სიტყვები დაწერილი და გადმოუთარგმანოთ ბავშვებს, რომ უნდა იცოდეს შვილო ვინ ახარ, რითი განსხვავდები ცხოველებისგან და ანგელოზებისგან და უნდა იცოდეს შვილო საიდან მოდიხარ, ვინ იყო შენი წინაპარი, სად ახარავს, რას უნდა აკეთებდე და მომავალში სად შეიძლება რომ აღმოჩნდე. ეს თუ სკოლამ არ ასწავლა და ეს თუ პედაგოგმა არ ასწავლა, მე მგონი რომ ძალიან გაუჭირდება ჩვენს ქვეყანას. მადლობა ჩვენს მაყურებელს, მსმენელს, მადლობა შენ თეკლა. იმედი მაქვს რომ მომავალ შაბათს ჩვენ კიდევ შევხვდებით, იმიტომ რომ პეტრე პავლობა კვირას და ჩვენ კიდევ კარგად მიმოვიხილოთ პეტრე პავლეს მარხვა და ჩვენი სულიერი ცხოვრება. მადლობა ყველას, ვინც შეკითხვები გამოგზავნა და მე ვიცი რომ ბევრი შეკითხვები შეიძლება ვერ მოვასწარეთ, მაგრამ შევინახავ. ორი კითხვა შემოგვრჩა ისეთი, რომელიც არის თქვენს მაყურებელმა რომ უყურადღებოდ დავტოვებთ, მომდევნო შაბათს აუცილებლად გელოდებით და დასვით კითხვა აუცილებლად გავაჟღერებთ. რაც უფრო დიდი იქნება ლაივი, გაწელილი იქნება შემდგომ მაყურებელს იღლება და ჩვენ აქედან გამომდინარე ვაკეთებთ ხოლმე შედარებით მცირეს და არა დიდხნიას. ვინც ვერ მოასწარით ყურება და გულდაწყვეტილი გვიწერთ, არ არის პრობლემა, როგორც კი ლაივის გავთიშავ, გადმოვწერ და მაქსიმუმ 12 საათამდე უკვე Facebook-ზეც და YouTube-ზეც შეგეძლებათ ნახოთ ეს ლაივი. ურმესი მადლობა მამა გიორგი დღევანდელი საღამოსთვის, მადლობა უფალს იმისთვის, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისთანაც ჩემი ფეხით მომიყვანა, მან ამას არაერთხელ აღვნიშნავ და დროებით ვემშვიდობებით მაყურებას მომდევნო შაბათს. მადლობა შენ თეკლა, უერთმა დაგლოცოს. მადლობა ჩვენს მაყურებელს. დროებით მამა. დროებით.